მოგესალმებით, Redline-ზე ვართ, ეს არის წითელი ხაზი, Redline-ის პოდკასტი, მე ვარ ბექა პატურაშვილი და ვსაუბრობთ ისევ ირანზე. უამრავი კითხვა არსებობს, უამრავი მიზეზის გამო, ძალიან ცხელი პროცესები მიდის და აქედან გამომდინარე ვცდილობ ხოლმე რომ რაც შეიძლება საინტერესო და კომპეტენტური სტუმრები შევარჩიო იმისთვის რომ თქვენ სხვადასხვა კუთხით მოგცეთ შესაძლებლობა არსებული ვითარების შეფასების. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო სტუმარი უნდა შემოგთავაზოთ, ვინც არ იცნობთ მას. ეს არის ბაკო ხელაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ვისაც აქვს ძალიან კარგი და ამ მომენტში ძალიან სასარგებლო და საინტერესო გამოცდილება, როდესაც საუბარია ირანზე. ბაკო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა ირანში, როგორც მე ვიცი, იქ სწავლობდა და გარდა ამისა, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელიც. აქედან გამომდინარე, იმ ფონზე, რომ დღეს უამრავი ადამიანი მსჯელობს, რა მოხდება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, არის თუ არა მოსალოდნელი მაგალითად ირანში რეჟიმის ცვლილება, როგორია შიდა სიტუაცია, საზოგადოების განწყობები ამ პროცესების ფონზე ირანში და ცხადია, როცა გეგულება ადამიანი, ვინც ძალიან ბევრზე კარგად ერკვევა, ბევრი მიზეზის გამო იქაურ სიტუაციაში და იქაურ რეალობაში. ცხადია, ძალიან საინტერესო სტუმარი ხარ, ბაკო, მოგესალმები. როგორია განწყობები აი ამ პროცესების ფონზე და მე შემდეგ უკვე გადავიდეთ ცოტა უკან, ვთქვათ, როგორ ვითარდებოდა ბოლო პერიოდში იქ მოვლენები და ცოტა წინაც გავიხედოთ რა პროგნოზები შეიძლება სამომავლოდ გავაკეთოთ. ამას ვამბობ პირველ რიგში რეჟიმის ცვლილების ნაწილში. რა ხდება ირანის საზოგადოებაში დღეს? განწყობები არის ძალიან ჭრელი. ვიღაცები არიან გაერთიანების მომხრე, იმიტომ არ მოსწონთ რაც ხდება, რომ კი შეიძლება მე არ მომწონს ისლამური რეჟიმი, არ მომწონს ისლამური რესპუბლიკა, მაგრამ ცვლილების ის ფორმა, რაც ახლა მიმდინარეობს, არ არის ეგ ჩემთვის მისაღები. ერთი ნაწილი არის ესეთი. მეორე ნაწილი არის ეს, რომ რა ვქნათ, ჩვენ თუ გვინდა თავისუფლება, გვინდა სხვანაირი სახელმწიფო, ჩვენ უნდა გადავიხადოთ ფასი და ეს ფასი შეიძლება იყოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. და მესამე, ეს არის ის ხალხი, ვინც უბრალოდ ბენეფიციარია ამ ისლამური რესპუბლიკის, ისლამური მთავრობის და უბრალოდ არ აწყობს ამ სისტემის ჩამოშლა. კონფორმიზმი, გინ კონფორმიზმი და არა, უბრალოდ მორგებული აქვს თავის თავზე რა, ეს სისტემა როგორც არის, ფულს შეუძლობს, პრივილეგიები აქვს, კარგი პოზიცია უჭირავს სახელმწიფო ან თქვა არასახელმწიფო, მაგრამ რაღაცა კერძო სექტორში, რომელიც მაინც ისე მიბმული არის სახელმწიფოსთან. მოკლედ, კარგად უძნობს თავს რა ამ სისტემაში, მიუხედავად ამ სანქციებისა და ყველაფრისა. და არ აწყობს რა, მოკლედ სისტემის შეცვლა, იმიტომ რომ სისტემის შეცვლა მაგისთვის იქნება ამ პრივილეგიების დაკარგვა. რა წილია ეგ საზოგადოების? ალბათ, რა თქმა უნდა, არც ქვეყანაში ესეთი თქვა ესე ელიტარული თუ შეიძლება, ელიტარო დავარქოთ პირობითად, ელიტის წილი არსად არ არის რაღაცა დიდი. პროცენტულად ახლა მე ვერ ვიტყვი რამდენი არის, მაგრამ უხეში ალბათ საკმაოდ ცოტა არის, იმიტომ რომ ალბათ აი მაგაზე რომ წარმოდგენა შეგექმნას, რამხელა არის აი მაგის წილი, ალბათ ყველაზე კარგი ინდიკატორი არის შეხედოთ ჩრდილოეთ თეირანს. ზოგადად ირანი, თეირანი იყოფა ესე როგორც ჩრდილოეთ თეირანი და დანარჩენი თეირანი და პრინციპში ირანით შეგვიძლია გავყოთ ეგრე რა, რომ ჩრდილოეთ თეირანი და დანარჩენი ირანი. ჩრდილოეთ თეირანი ეს არის ყველაზე ესეთი განვითარებული ადგილი, სადაც ალბათ მთელ ქვეყანას რომ მოივლი, შეხედავ იქ არის ადგილობრივი წარმოების მანქანები, ტანსაცმელიც, ხალხსაცვი, ყველაფერი არის ადგილობრივი და ძალიან ისე დამახასიათებელი. როცა მოხვდები აი ჩრდილოეთ თეირანში ვერ ხვდები ზუსტად იმ ქვეყანაში ხვდები სადღაც სხვაგან. ძალიან დიდი კონტრასტია, იგივე თქვა მე პირადად 2018 წელს მაგ რაიონებში როცა მოძრაობდი ხოლმე, ხშირად ისეთ მანქანებს ხედავდი ხოლმე, რაც საერთოდ თბილისში სამყავდა ერთი ნანახი რა. მით უმეტეს რომ თბილისი მანქანების კუთხით, მე მგონი არც ცუდი ქალაქია და ხალხს გონია, ვინც ჩამოდის, რომ რა მაგარი მანქანები დადიან აქ რაღაც ძალიან დიდარი ხალხიც ხო. კი, და რო ჩავდიოდი რა, იყო რაღაცა მოდელები, რაც არ მყავდა, პატიოსთან დავიარებ. კი, ისეთი ბრენდები, რომ უყვართ რა, ზოგადად ირანული საზოგადოება კი ესე რაღაც ცვლილებები არის, რაღაცა იქ პოლიტიკური ბოლო 150 წელიწადში თქვა იქ რაღაც ცვლილებები მოხდა, ხო ერთი დინასტია, მეორე დინასტია,
მერე ეს მონარქია ჩაანაცვლა თეოკრატიამ, არის ეგეთი ცვლილებები, მაგრამ რაღაც აი ჩვენთან რო იყო მაგალითად ეს მოვიდა რაღაცა კომუნისტური რაღაცა წყობილება და მთლიანად გაანადგურა ეს მანამდე რაც იყო ელიტა ან ნუ მოკლედ ესეთ კარდინალურად შეცვალა რა საზოგადოებრივი სურათი იქ ეგეთი კარდინალური სურათები არ ყოფილა ალბათ 1-300 წელია და აი დაგროვების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ ხალხს აი ბევრი არის ეხლა ვინც ჯერ კიდევ არ მუშაობს საერთოდ არაფერს არ აკეთებს მაგრამ იმის გამო რაღაცა ანუ შთამომავლობით რავი ან ხანები იყვნენ მისი რა ვიცი ბაბუები დიდი ბაბუები ან ვაჭრები იყვნენ რაღაც ხალიჩის ვაჭრები განსაკუთრებით დაფასებულები და მდიდრები და შეძლებულები არიან ირანში აქვთ რა ეს ქონება და უბრალოდ ნელა-ნელა ხარჯავენ და აი ამით ესე საკმაოდ კარგად ცხოვრობენ და ეგ პრივილეგიები რო შეინარჩუნოს ამ ხალხმა ეს სისტემა უნდა შენარჩუნდეს ამიტომ აი გუშინაც ერთ-ერთ გადაცემაში მაგაზე ვლაპარაკობდი ზუსტად სადაც ეშლებათ ხოლმე ირანთან მიმართებაში იგივე დასავლეთში იგივე კიდე სხვა აი გარედან დამკვირვებელ თვალს როცა უყურებენ ხოლმე ირანელს რა აი თუ ესეთი აი რაღაცა მოდერნული ტიპია რაღაცა აი თანამედროვე რაღაცა ვესტერნიზებული გონიათ რომ აი ეს არის ჩვენი მეგობარი და ჩვენი ძმა არის ამას შეგვიძლია ვენდოთ და ჩვენ ენაზე ხო კი ეს რო შეხედა რა ვიცი ან თანამედროვე Mercedes-ის რავი BMW-ც ყავს აუცილებლად იტალიური ბრენდებიაც ვია რაღაც მაგრამ ანუ ეგ პრივილეგიებია ესე რაღაც ციდან არ წამოსულა მანანასავით რა ანუ ეგ პრივილეგიები მოვიდა სისხლით და ოფლით ამ ადამიანამდე ძირითადად ეს არის მოკლედ აღაზადეებს ეძახიან რა ამათ ანუ ბატონიშვილებს ეძახიან ხოლმე ესე აი ჟარგონზე რა ირანში და ეს აღაზადეები არიან ზუსტად აი ის ხალხი ვინც ნუ ერთის ჩამოთვალებინც აი ესე რაღაც აი ტრადიციულად მოყვება რაღაც ოჯახებს ეს სიმდიდრე და რაღაც მეორე ნაწილი ეს არის აი ბოლო 45 წელიწადში გამდიდრებული ხალხი ვისაც არ მოყვებოდა ეს სიმდიდრე მაგრამ აი ეხლა თქვა იქ თავი გამოიჩინეს რევოლუციის პერიოდში მერე თქვა ერაყის ომში გამოიჩინეს თავი ან კიდე სხვადასხვა მიმართულებებით რა მოკლედ და შემდგომ მიიღეს ეს ფულის გავლენაც ყველაფერი და ზუსტად მაგათ შვილებს ეძახიან ხოლმე აღაზადეებს რა და ეს აღაზადეები არიან მოკლედ ეს კიდე ცალკე თემა რა ხო ნუ კომფორტულად არიან რეჟიმთან კი კომფორტულად არიან მათ აწყობთ ეგ რაც ხდება ნუ კი აბსოლუტურად რა რო დაელაპარაკები რავი ან მომხრეა კი ეს თქვა ვისკიც უყვარს ეს ისლამური შეზღუდვებით შეიძლება არ მოსწონს მაგრამ სისტემა მაგისთვის ანუ მისაღებია და არ დაანგრევს და შეიძლება ვეღარ თავი შეწიროს კიდეც რა რომ ეგ სისტემა არ ჩამოიშალოს შეწირავს თავს ესე გონია ეგეთი ხალხი არ ვიცი ალბათ ვიღაცები გაწირავს არ ვიცი ნახოთ ოკეი კარგი მოდი დანარჩენ ნაწილზე გადავიდეთ ახლა იმ თუგნებელს დავყოთ ეგაც არ ვიცი როგორ არის ვინ ემხრობა რეჟიმის ცვლილებას იქ ჯერ აქედან დავიწყოთ და მერე წავიდეთ რა ალტერნატივები შეიძლება განიხილებოდეს მოკლედ ანუ პირველ რიგში ეგენი არიან მონარქისტები ხო ყველაზე ესე აი ეკრანზე და წინა პლანზე ვინც არიან წამოწეულები ხო როგორც ხედავთ ახლა ძალიან აქტიუროს რეზა პრინცი უკანასკნელი შაჰის შვილი და მოკლედ ამ კაცს უნდა რომ ჩამოვიდეს ირანში და ძალაუფლება ხელში აიღოს და მიმართებს აკეთებს და ძალიან აქტიურია რა და ზოგადად მონარქისტული ფლანგი ირანული ძალიან ძლიერია როგორც ემიგრაციაში ისე თვითონ შიგნით შეიძლება ესე პირდაპირ არ არის მონარქისტული პარტია ან მოძრაობა მაგრამ რაღაც სენტიმენტების სახით ხალხში არის რომ აი რაღაცა შაჰის დროს ირანი ბევრად კარგად იყო და ამათმა მოვიდნენ და აურიეს ყველაფერი მაგრამ ნუ ეგეც კიდე ცალკე თემაა რა რატო არის ეგ დამოკიდებულებები ირანში და რამდენად რეალურად ესე არის რა იმიტომ რომ რაღაცა რას გულისხმობ? აი იმას რომ მაგალითად მოამად რეზას დროს ადამიანის უფლებების კუთხით ირანში მდგომარეობა ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას რა აი აბსოლუტურად აი მოკლედ საშინელებები ხდებოდა რა და ამისი რეპორტები არსებობს დამამტკიცებელი საბუთები არსებობს რა რომ აი არსებობდა აი ძალიან გრძელი სია ადამიანების რომლებიც უბრალოდ დაიბარეს გამოკითხვაზე მაშინდელურ შროებაში და სად გაქრა მე იმ ხალხის კვალი ზოგის მიაგნეს იქ ნეშტებს ზოგი საერთოდ ვერ მიაგნეს რა ხო და ძალიან ეგეთი ანუ რეპრესიული აპარატი არის როგორც ჩანს ერთი შეხედვით რომ აი მაშინ სხვანაირი ცხოვრება იყო ბევრად უფრო თავისუფალი ადამიანებისთვის რაღაცა მარტო ჩაცმულობით არ განისაზღვრება და ჩაცმულობითაც ეგაც ხო არ იყო ეს ძალიან გავრცელებული რა მაშინ ირანში ალბათ ირანული საზოგადოება რომ ცოტა გადახვიდე უკან და რაღაც დოკუმენტური ფილმები ნახო, მხატვრული ფილმები ნახო და უბრალოდ შეხედვა იქ საზოგადოება როგორ ტრიალებს რა
მოკლედ ღირებულებები აქვს, როგორი ჩაცმის სტილი აქვს. აი შეხედავ რომ იმაზე ბევრად კონსერვატორულია საზოგადოება, ვიდრე დღეს არის. ანუ მაშინ ბევრისთვის ის თქვა ჩადორს რასაც ეძახიან ჰიჯაბი სხვა არის. ანუ ჰიჯაბია როცა ანუ უბრალოდ აი ყელს და თავს და მოკლედ აი რაღაცას გიფარდება. ჩადორი ეს არის აი წარმოვიდგინოთ რაღაც შავი ძალიან დიდი ზეწარივით, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად შენს სხეულს ფარავს გარდა სახისა. და ეს მაშინ ბევრად უფრო გავრცელებული იყო ვიდრე დღეს. ეხლა ალბათ ეგრე ჩადორით დღეს დადიან მარტო ქალაქ ყუმში, რომელიც ითვლება წმინდა ქალაქად დღესდღეობით. და კიდე თუ სხვა ქალაქებში დადიან, ეს არის, რა ვიცი, ახუნდის ცოლი ან ვიღაცა ძალიან ისეთი ჰიპერ კონსერვატორული ოჯახის წარმომადგენელი რაღაც დიასახლის, ანუ მაშინ ანუ ეგ საერთოდ არ იყო რა, ეს კონსტიტუციით და მორალის პოლიციით ეს დაძალებული. უბრალოდ ხალხს ეგრე სწამდა. კულტურის ნაწილი იყო რა, ძალიან დიდი, მოკლედ, ძალიან დიდი და ხანგრძლივი ისტორია აქვს აი მაგ ჩადორს თვითონ ირანში და იმაზე უფრო ძველი აქვს საერთოდ ვიდრე ისლამი არის. ანუ არსებობს გარკვეული რაღაცა ბარელიეფური ესე იგი ძეგლები ირანში, სადაც ქალი ანუ იმ პერიოდშიც უკვე შემოსილი არის ამ ჩადორით რა, ანუ თლიანად სხეულს ფარავენ და ეს ქალები მაშინ ესე ანუ არისტოკრატ ქალებად ითვლებოდნენ, რომლებიც თვლიდნენ, რომ ისინი იყვნენ ისეთი აღმატებულები, რომ თავიანთი სხეული არ უნდა დაენახათ სხვა დანარჩენ უბრალო მოკვდავების და აქედან მოდის რა და მე ნუ ეგ ისლამიდანაც და მოკლედ ესე ჩამოყალიბდა საბოლოო ჯამში ირანულ კულტურაში. დღეს უკვე ეს ჰიჯაბიც უკვე ჩადორი კი არა, თვითონ ჰიჯაბიც უკვე პრობლემატური იყო და ეს მაჰსა ამინის პერიოდში ეს დიდი გამოსვლები რომ მოხდა და აჯანყება. ეხლა სანამ დაახლოებით 3 თვის წინ ვიყავი რაღაც ჩემს პირად საქმეებზე ჩასული და თითქმის 2 წელი არ ვიყავი ნავყოფი, ანუ მისია რომ დავამთავრე, მე რაღაცა დიდი ხნით სხვაგან მომიწია ყოფნა და რო ჩავედი ეხლა, ანუ ის ირანი რომელიც მე დავტოვე და ეს ირანი რომელიც დამხვდა იყო კარდინალურად განსხვავებული რა, ანუ ფაქტობრივად აღარავის აღარ ეფარა რა ეს ჰიჯაბიც კი. აეროპორტებში კიდევ სხვა ადგილებში ოფიციალურ დაწესებულებებში და უკვე ალკოჰოლის მოხმარებაც ბევრად უფრო თავისუფალი იყო, აი თითქმის აჯაროთ მოიხმარდა ხალხი ალკოჰოლს რა რაღაც ადგილებში. და ანუ ნუ ეხლა ჩვენ ცოტა გაგვიგრძელდა ამ ჩაცმულობაზე საუბარი, თუმცა ანუ მთავარი ამბავი მანდ რა არის ხო, რომ რაღაც თავს მოხვეული წესები, ადამიანის უფლებები, ანუ ეს ყველაფერი. ხო, მოკლედ ანუ, ხო. აი ამას გავყვეთ რა, ანუ რამდენად მოკლედ ეს დიდი წილია საზოგადოებაში ის, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება გნებავთ, რა ვიცი, სხვანაირად დავარქვათ და ვინც ზოგადად რეჟიმის ცვლილების მომხრე არის, აი მოკლედ პირველი ეს თქვით უკვე მონარქისტებზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფლანგი არის ეს მონარქისტები დღესდღეობით მაინც. თუ გნებავს მე დაუბრუნდეთ მაგას, რამდენად პერსპექტიულია ეგ თქვათ იგივე ეს პრინცი მაგნაწილში რომ ჩაუდგეს ამ ცვლილებას სათავეში თუ გინდა ეხავე გავიაროთ. ხო, პრინციპში შეგვიძლია ბარემ დავამთავროთ. ნუ ჯერჯერობით რეიზას ისეთი დიდი რაღაც საქმენი საგმერმნი არ ჩაუდენია, რომ რაღაც განსაკუთრებული პოპულარობა ჰქონდეს, ესე იგი ირანელ ხალხში, მაგრამ უბრალოდ იმის გამო, რომ ეს არის ფეხლევების დინასტიის გამგრძელებელი, ეს უკვე რაღაცა ლეგიტიმაციას ნიშნავს. იმდენად რამდენადაც ირანელებისთვის, ესე იგი მონარქია არის პრინციპში ერთადერთი სისტემა, რომელსაც 2500 წლის განმავლობაში ცნობდნენ. ანუ ფაქტობრივად თუ აი ამ ისლამურ რესპუბლიკას და მანამდე კიდე რაღაც აი მოკლე წვეტებს არ ჩავთვლით. ირანის ისტორიაში ირანში ყოველთვის იყო მონარქი. და ეხლა აი ძირითადი განხილვები რაც არის, მე არ მომისმენია რაღაც ისეთი მყარი არგუმენტები ვიღაცისგან, რომ აუ რაღაც ანუ პრინციპში მომისმენია, მაგრამ აი მასობრივად არ არის რა რაღაცა ესეთი მხარდაჭერა, რომ მოდი ირანის რესპუბლიკა ჩამოვაყალიბოთ და რაღაცა მოსადეყის გზა სიტყვაზე ავერჩიოთ რა. და არ გვინდა მეფე. ეხლა უფრო მეტად რაც მაინც მოდის წინ, მიუხედავად იმისა, პოპულარულია თუ არ არის პოპულარული რეზა, მაინც მონარქისტული ანუ ესე რომ დადგება საკითხი, რომ აი რა თუ შეიცვალა, ვინ შეიძლება იყოს, აი ეს მომენტი როცა დგება, ალბათ პირველი მაინც ანუ ამას ამბობ, რომ ძირითადად მაინც ეგ მოდის თავში. ძირითადად ნუ ეგ არის რა. და ეხაც აი მაგალითად ვაკვირდები ხოლმე საზღვარგარეთ როცა ხდება ხოლმე გამოსვლები, ძალიან ესე იგი ჭარბობს მონარქისტული დროშები ხოლმე ეს შირეხორში ეგრე ქვია სპარსულად, ანუ მზე და ლომი.
გამოსახული ამ სამფეროვან დროშაზე. ეხა არის ჭიქჩახატული ალაჰი არის და ადრე იყო ეს შირე ხორშით. და ეგეც მაგის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომ არის რა, მოკლედ ამ რესტავრაციაზე დაკვეთა. არის ამასში გარკვეულწილად პერსპექტივა, რომ ეგ პროექტი გამოვიდეს. თუ იქნება ცვლილებები, ამაზე თუ იქნება ცვლილებები. ხო, ეს მნიშვნელოვანი არის თუ. კი ბატონო. და მანდაც კიდე მეორე მომენტი გახლავთ ის, რომ მონარქია თუ აღდგა, ეგ მონარქია იქნება კონსტიტუციური, თუ იქნება უბრალოდ რა, ისეთი, როგორიც აღმოსავლეთში ახლა მიყებული რა, აბსოლუტური მონარქია, სადაც მონარქი წყვეტს ყველაფერს. აი აქაც დიდი თუ არის. თუ მოდის მაგაზე რაიმე სიგნალები იგივე ამ პრინცისგან, რეზა ფეხლებისგან. იყო რამე ესეთი აქვს ხოლმე რაღაცა გამოსვლები ადრეც ქონია რაღაც რომ რო აღდგება ეს იქნება კონსტიტუციური აქვს ხოლმე ეგეთი გამოსვლების ხოლმე და ხო ეგ გზავნილი მოდის რომ იქნება რაღაც ეხლა ამ დღეებში არ მომისმენია კონკრეტულად რომ არ გამომივიდეს მაგრამ აი წინა გამოსვლებში მაქვს ეგეთი მესიჯები მოსმენილი მოკლედ რეზასგან რომ კონსტიტუციური მონარქია უფრო მისაღებია მისთვის ხო რა ვიცი მაგალითი რომ მოვიყვანოთ იგივე ეს ალშარა ამბობდა წინასწარ რომ იქნებოდა სტრუქტურები სახელმწიფო მოწყობა რაღაც ან სირიის მაგალითზე ხო და იქ რაღაც იდლიბში მცირე რაღაც ეგეთი მოდელი შექმნეს წინა პერიოდში და ან იმის თქმამინდა რომ ის წინასწარ ამბობდა რა გეგმით მოდიოდა ასე ვთქვათ როცა მივიდოდა დამასკომდე და აქაც იგითხება მეტნაკლებად ხო რაღაც გამოსვლებში კი პრინციპში ეგრეა კარგი, მოდი მაშინ გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, თქვით რომ მეტნაკლებად კი ბატონო, თუ არის სხვა ძალები კიდევ ისეთი საინტერესო და ძლიერი ირანის პოლიტიკურ სივრცეში, ვისაც რაიმე პერსპექტივა შეიძლება ქონდეს შიდა სფეროში, ეხლა პრინციპში არავინ არ არის. კი, თქვა ეხლა ისლამური რესპუბლიკის შექმნიდან იქ იყო რამდენიმე ესე გაყოფილი ესე ცენტრისტები იყვნენ რეფორმისტები, იყვნენ პრინციპალისტები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დაყოფები მაინც ჯერ ორამდე დავიდა, რაღაც რეფორმისტებად და პრინციპალისტებად და ეხლა ვიტყოდი ბოლო ალბათ ბოლო ორი არჩევნები რა. ცალსახად ესე იგი ეს კონსერვატორული ფლანგი დომინირებს, როგორც ესე იგი ყველა მიმართულებით რა. კი, ახლა ეს ფეზეშკიანი, რომელიც აირჩიეს, თითქოს წარმოადგენს ამ რეფორმისტულ ფლანგს. იმიტომ რომ მუჰამად ჯავად ზარიფის ესე ვთქვათ ხელდასმული იყო იქიდან მუჰამად ხათამის ვთქვათ ესე მხარდაჭერაც ჰქონდა რაღაც, მაგრამ ირანში ახლა თვითონ სისტემა ისეთი, რომ პრეზიდენტი ვინ იქნება, ვინ არ იქნება, მაგას არსებითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ თვითონ კონსტიტუცია პრეზიდენტს საკმაოდ ზღუდავს და ამის პარალელურად პრინციპში ყველაფრის უფლებას ანიჭებს უმაღლეს ლიდერს რა. კი ვთქვათ ამ კონსტიტუციით ესე იგი აქვს პრეზიდენტს იმის უფლება რომ განსაზღვროს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ლიდერს ყოველთვის აქვს იმის უფლება რომ ამას ვეტო დაადოს და უთხრას რომ იცი რა შენ არც ისლამურად იქცევი და ეხლა უნდა შეცვალო ამის მიმართულება. თუმცა ესე არასდროს არ იქცევა ხოლმე ხამენეი, ძალიან მოკლედ ესეთი მანევრები შეჩვევია ხოლმე რა. არასდროს პირდაპირ ესე განცხადებებით აი განსაკუთრებით ეს არის ხოლმე საგარეო პოლიტიკის და აი ბირთვულ მოლაპარაკებებს რაც ეხება რა. რაღაც რომ დაიწყებოდა ხოლმე ეს ბირთვული მოლაპარაკებები ხამენეის ყოველთვის დამოკიდებულება, თვითონ სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ხოლმე რა ამის მიმართ რომ მე რაღაც არ გამოსულიყო ხოლმე ეთქვა რომ აი მე ხო ვამბობდი. და აი განსაკუთრებით რუჰანის პერიოდში ქონდა აი ეგ როცა რუჰანი ხო და რუჰანის და ჯავად ზარიფის ტანდემი რომ ძალიან ცდილობდნენ რომ ეს JCPO ჯერ გაიფორმებინათ მე ეს დაეცვათ მე რაღაცნაირად ირანი ამაში დაეტოვ მოკლედ რა ძალიან ბევრი იშრომა ამ ორმა ადამიანმა მაგრამ ვერაფერი ვერ გამოვიდა იმის გამო რომ თქვა იქ ტრამპმა ჯიუტა თქვა რომ ეს ცუდი ეს შეთანხმებაა და მე ამ შეთანხმებაში არ შემოვალ და მე გამოვიდა ხამენეი და უთხრა მე ხო გეუბნებოდი თქვენ რომ არ შეიძლება მაგათა მოლაპარაკება და ეგ არის. კარგი. ისევ რაღაც განწყობებზე მინდა რომ აქცენტი გავაკეთო და ახსენე დიასპორა მათ შორის ალბათ ჩემი აზრით, რა ვიცი
მე ესე მგონია რომ დიასპორა ძალიან უჭერს მხარს ცვლილებებს თქვათ. შიგნით აი როგორ მინდა იცი კითხვა აი რეგიონები უფრო თქვათ არათეირანი, სხვა დანარჩენი ირანი აი მანდ როგორ ფიქრობ შენ ექნება მხარდაჭერა? ხო, ნუ ეს ხო ერთ-ერთი ვერსია, ან რატო ვლაპარაკობ და რატო ჩავიციკლე ხა ამაზე ხო? ანუ ეს ხო გაცხადებულად ნათქვამია, ამას ამბობს ნეთანიაჰუც, რომ ეს ოპერაციის ერთ-ერთი თანმდევი სამიზნეა, ხო? პირდაპირ გაცხადებულია, რომ რეჟიმის ცვლილება არის მათი ინტერესი. ამის მოწოდებებიც გვესმის, ამას ამბობენ შტატებშიც პრინციპში, ტრამპიც ახმოვანებს და ახლობებით იგივე გზავნილს, რომ დამთავრდეს უნდა რეჟიმი და ასე შემდეგ. ხო, ანუ აქედან გამომდინარე, საინტერესოა რა ხდება საზოგადოებაში, რამდენად როგორ იღებენ ჯერ ერთი მათ გზავნილებს, ამაზეც მინდა რომ გკითხო. ანუ ეგეთი ფორმით მიწოდებული, თქვათ, იმის თქმა, რამდენად არის საკმარისი, რომ მე ვურტყამ ვირტუალ ობიექტებს, მე ვურტყამ რეჟიმის სიმბოლოებს, მე ვურტყამ რაც სამხედრო ობიექტებს და არ ვერჩი სამოქალაქო საზოგადოებას, მე პირიქით თქვენი მხარდამჭერი ვარ. ეს გზავნილი ისრაელის და შტატების ლიდერისგან როგორ ჟღერს იქ როგორ კონვერტირდება, ეგ არის საინტერესო შენი აზრით და ნუ ცოტა მეტი მითხარი თუ შეგიძლია დანარჩენ ირანზე, თეირანზე მეტნაკლებად ვისაუბროთ. მოდი სანამ აი შიდა დინებებზე გადავალთ, აი წინას რომ დაუბრუნდეთ წინა კითხვას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ამ აღქმებში მე ეგეც რა. ვინ ახმოვანებს ამ მოწოდებას, მაგრამ ზოგადად ხო აი რამდენი კიდე რა ძალები არსებობს, ანუ შიდაზე ხო თქვით, ეხლა რომ რეფორმისტული არის კონსერვატორული და ნუ საბოლოო ჯამში ეხლა მთლიანად კონსერვატორულია, მაგრამ კიდევ ამასთან ერთად და მონარქისტებთან ერთად არის მარიამ რაჯავი და მოჯაჰედინე ხალყი, რომელიც ესეც გარეთ არიან და ესენი ძალიან აქტიურები არიან და ყავთ ხარდამჭერები, მაგრამ ესენი ასე თუ ისე დისკრედიტებულები არიან, იმიტომ რომ ირან-ერაყის დროს ესე იგი მოჯაჰედინე ხალყმა ძალიან ესეთი მოკლედ არაპოპულარული გზა აირჩია რა. ანუ ის რომ ამ ომში მოკლედ რაღაცა ჩაერთო, ხო, დაუპირისპირდა მოკლედ ირანს რა. ხო და ნუ ირანელებმა ეს არ აღიქვეს იმათ რომ ეხა ამათ უნდათ აი ამ ისლამური რესპუბლიკის დაშლა და აქ მერე მარქსისტული, ისლამისტური ესე იგი სამოთხის აშენება, იმიტომ რომ მოჯაჰედინე ხალყი არის აი მიქსია რა, მოკლედ ამ სოციალისტური და ისლამისტური იდენტობის რა. ეს აღიქვეს როგორც სამშობლოს ღალატად. და ამის გამო არიან ესე იგი დისკრედიტებულები, თუმცა ეს ეხა ეს მარიამ რაჯავის მამა იყო მაშინ, ეს მარიამ რაჯავი შედარებით უფრო პოპულარულია და ასე თუ ისე აქვს ვიღაცეებში მხარდაჭერა. ვიღაცეებში ძირითადად უფრო ირანის გარეთ მყოფ საზოგადოებას ირანელებს შიგნითაც არის ვიღაც ხალხი, რომლებიც აი უფრო მეტად ამ აკადემიურ სფეროსთან არიან დაკავშირებული, აი რაღაცა ინტელექტუალური წრე, მაგრამ არა მაღალი ინტელექტუალური წრე რა, ისეთი. ვისაც ინტელექტი აქვს, აკადემიურ სფეროში წრიალებს, ან შეიძლება სიახლოვეს, რაღაც თქვა მარქსი წაუკითხავს, ენგელსი წაუკითხავს, იქეთ დოქტორ შარიათი წაუკითხავს, ძალიან პოპულარული ავტორი არის. მოკლედ რაღაცები წაუკითხავს რა და აზრზე არის, რაღაც და აი რაღაც თავის აფილირებას აკეთებს ამ მარიამ რაჯავისთან, მაგრამ ძალიან ცოტაა რა, მაგათი რაოდენობა. საბოლოო ჯამში ესე არის რა, დალაგებული. ანუ საბოლოო ჯამში მაინც შაჰის მემკვიდრესთან მივდივართ. საბოლოო ჯამში მაინც ყველაზე ესეთი აი კარგი პრომოუშენი ახლა ვისაც აქვს, პლუს ამას რა, აშკარად მაგარი პრომოუშენი აქვს და ხარდაჭერა რა. ხარდაჭერა იგრძნობა, მე მაგ განცდა რომ სოციალიაში რავი, ახლა მე მგონი ძალიან ბევრ დროს აძლევენ, ძალიან მაგრად აშუქებენ. დასავლური მედია და კი და იგივე ისრაელის მხრიდან და საერთოდ ძალიან საინტერესოა ისიც რომ ამ კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირით ადრე რეზას შვილი დაქორწინდა ებრაული წარმოშობის ერთ-ერთ ამერიკელ ბიზნესმენზე, რომელიც დრონების ბიზნესში არის ჩართული. რა მაგარია. ეგეც საინტერესო არის და მოკლედ ღირს ესე იგი ჩაღრმავებათ რა. და ალბათ მაგაშიც რაღაც შეიძლება ზაღლესთავი იმარხებოდეს და იმალებოდეს უბრალოდ რა. ხო და ეხლა რაც შეეხება შიგნით ანუ როცა ესეთ რაღაცა გეგმებს ამუშავებ თან წლების განმავლობაში ცხადია ეგ ნაწილიც ალბათ ნაფიქრი აქვთ ხო? ცხადია ნაფიქრი აქვთ ადამიანებს იქ ვინც ამას გეგმავდა ფსოვნი ვიზე დადონ.
ამ შემთხვევაში, ხო? მე ძალიან ალბათ ხო, ანუ შესაძლოა რომ მაგ კონსპირაციაზე წავიდეთ, რომ ეს იყოს თქვათ ეს არის მხოლოდ წახმარება, წაქეზება ამ პროცესის, თუ თქვათ რაღაც მომენტში კვეთა ამაზე მიანიშნებ, რომ იქ რაღაც ოჯახური კონტაქტი და ასე შემდეგ რაღაც პირდაპირ კვეთასთან მიგვიყვანს. აი ხამ კვეთაზე მე თვითონაც ჯერჯერობით ეხლა ვცდილობ რაღაცები გავარკვიო, ამიტომ ეხლა რაღაცების ლაპარაკი დავიწყო, რაღაც უფრო ჭორობა გამომიდა ვიდრე ანალიტიკა. კი ბატონო. მაგრამ უბრალოდ ეს აღნიშნე, ანუ ფაქტად ძალიან საინტერესო არის, რომ კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში რაღაცა ეგეთი, ესე იგი, ქორწინება დგება. მე მგონი რაღაც ღირს, რომ ყურადღება ხო, ფაქტად აღნიშნოთ ღირს და მე მგონი მანდაც რაღაც ცოტა ჩაღრმავება არის საჭირო და რაღაცების გამოკვლევა. ეგეც ძალიან ბევრ რაღაცას გვეტყვის მე მგონი ამ ოპერაციაზეც მათ შორის. საინტერესო. ხო. ხო, იმედია ეგაც გამოჩნდა. შიდა დინებებს რაც შეეხება თვითონ უშუალოდ შიგნით. ხო, ანუ ერთის მხრივ არის თეირანი, ყველაზე განვითარებული ქალაქი ინფრასტრუქტურულად. დალაგებული, მეტნაკლებად დალაგებული ვიტყოდი რა, საკმაოდ ესეთი ცივილური ქალაქი არის. აი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. და მოკლედ ბევრი სერვისებიც აქვს. ამას გარდა არის კიდე რამდენიმე ძირითადი ქალაქი, თაბრიზი, მაშჰადი, ესფაჰანი, შირაზი, მოკლედ საკმაოდ ურბანული ქვეყანაა ზოგადად რა, ირანი. იქიდან გამომდინარე, რომ და ანუ ძალიან დიდი ტერიტორია ირანის არის ფაქტობრივად, ანუ უდაბნო არ ნახევრად უდაბნო და გინდა თუ არ გინდა, რაღაც მოსახლეობის კონცენტრაცია მაინც ერთ ადგილას ხდება. ამიტომ ეს ურბანიზაცია ფაქტობრივად სახალისებული არის რა. განწყობებიც ძალიან სხვადასხვანაირი არის. აქ სადღაც უფრო მოსწონთ ეს ისლამური რესპუბლიკა და ეს იდეები, სადღაც უფრო არა. ანუ მაგალითად თეირანში აი ეს სადაც მუშათა კლასი და აი საშუალო ფენა, ცენტრალური თეირანი და მოკლედ დანარჩენი რაიონები ერთი შეხედვით არის საკმაოდ კონსერვატორული. ნამასაც კითხულობენ, პარასკევობით ლოცვებზეც დადიან, მაგრამ აქვს საკმაოდ ისეთი მყარი პრეტენზიები ანუ ამ ისლამური რესპუბლიკის მიმართ რა, რომ აი მე ძმაო 45 წლის წინ თუ 46 წლის წინ შენთან ერთად რო ვიდექი იქ და რევოლუციას რო აწყობდით ერთად რა და შენ რო დამპირდი უფასო დენს, აი მართლა უფასო დენს, უფასო ნავთობს, ისა ბენზინს და ბევრ რაღაცეებს რა. საწავიდა ეგ რაღაცეები და ამ დროს ეს მე რაც დამაყლდა რა და შენ რო სადღაც სირიაში წაიღე, სადღაც ლიბანში რო წაიღე და ბოლოს რო ვერაფერი გამოგივიდა, რას გულისხმობ? ხო, ანუ მაგას კითხავენ, ანუ სერიოზულად კითხავენ, იმიტომ რომ და ამას ისე კი არ კითხავენ, ანუ კითხავენ ამ ისლამური მოკლედ კუთხიდან, რომ ჩვენ ერთად ვიყავით, ერთ საქმეს ვემსახურებოდით და თქვენ ამ საქმეს უღალატეთ რა და თქვენ არ ახართ, მოკლედ სწორი ხალხი. აი პირდაპირ ესე მიდის რა, აი ამ ეს დამოკიდებულება. ხო, ანუ კონსერვატორული ნაწილისგან რა. ანუ ეხლა რომ გადმოვთარგმნო ცოტა ეგ ამბავი დაახლოებით ეგრე ჟღერს, რომ მარტო შენი სარგებლე რაღაცით და შენ მაწრემ და მე დამტოვე სარგებლის გარეშე. კი, ზუსტად ეგ არის, რომ აი გამოთქმა აქვს ეგეთი. აი რა მაგაში რა იგულისხმება? აი ამაში ის იგულისხმება, რომ ეხლა ბოლოს რა, როცა სირია ჩამოიშალა რა, მოკლედ დაიწყეს დათვლა. რამდენი დახარჯა 10 წელიწადში ირანმა მხოლოდ სირიაში. ანუ პროქსების გაძლიერებას გულისხმობ? კი, რამდენი დახარჯა მოკლედ ამ მარტო სირიაში არა, ზოგადად რა, აი ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენი დახარჯა ირანმა რა, კონკრეტულად ირანმა. თავიდან თქვენს 30 მილიარდი. მერე 30 მილიარდი გაორმაგდა სადღაც რა. მერე ავიდნენ 100 მილიარდზე. ბოლოს 130 მილიარდზე ავიდნენ. თან ეს ანუ სხვები არასულან რა, ამას არ ანგარიშობდა ვიღაც სხვა, ესე იგი, ანუ ოპოზიციურად განწყობილი. ეს ანუ ეს დებატები მიდიოდა თვითონ სახელმწიფო ტელევიზიაში. და კრიტიკა მოდიოდა თვითონ, ანუ ამ სახელმწიფო მე თვითონაც მიკვირდა ხოლმე, რომ რანაირად ესეთი რაღაცები როგორ უშვებენ, მაგრამ ანუ თვითონ უკვე განწყობები იყო მაგისი, რომ ამდენი წელი ვიომეთ, ამდენი ხალხი ჩავხოცეთ, ამდენი ფული ჩავიტანეთ იქ და ბოლოს აი, რავი, ასადის არმიამ უბრალოდ ჩააბარა იარაღი და ჩვენ რა გამოვდივართ ახლა ამის მერე რა. გონები. ხო, აი ეგ შეკითხვა ქონდა ხალხს რა და უკვე ანუ მანამდეც იყო აი ამ თვითონ კონსერვატორულ ნაწილში რა ეს კრიტიკა.
ამ ისლამური რესპუბლიკის, რომ ისი არ მიდის რაღაცები, თქვენ როგორც დაგვპირდით რა და ამაზე პასუხი გაგვეცით. და ეს გამოსვლები რაც იყო ამ ჰიჯაბზე რა, იქ არ ყოფილა რაღაცა ისე რომ როგორც ეხლა ხდებოდა რაღაც ან დასავლურ მედიაში, აი მეინსტრიმულ მედიასაც ვეძახით რა. რომ ეს იყო რაღაცა პირველი ფემინისტური რევოლუციის მცდელობა და რაღაცა და აი ძალიან ახტაცებით აშუქებდნენ ხოლმე რა. იქ მოკლედ იმ ქალებთან ერთად იყვნენ აი ეგეთი კონსერვატორული ირანის ესე იგი წარმომადგენლები, ისევ ჰიჯაბები ეკეთათ იქ. ეს 22 წელს გულისხმობ. კი, 22 წელს გულისხმობ და მანამდეც, ანუ კიდე 2017-ში იყო სერიოზული გამოსვლები, 2018-ში იყო, ანუ პრინციპში ყოველ წელს ხდებოდა რა, რაღაც ჩავარდნა რომ იყო, ეს იყო ეს კოვიდის პერიოდი რა. დანარჩენი სულ იყო ირანში გამოსვლები და დიდი მსხვერპლები იყო ხოლმე რა, რამდენიმე ასობით ადამიანზე იყო ლაპარაკი. და ამ გამოსვლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო აი ეს კონსერვატორული ნაწილი რა, რომელიც ითხოვდა რომ ჩემი წვლილი ამ რევოლუციაში დამიფასე. და ნუ მიგაქვს ეგ ფული იმ არაბულ ქვეყნებში რა, დახარჯე რა ვიცი, აქ ჩემ განათლებაში, ჩემს ჯანდაცვაში და ასე შემდეგ. და ყველაზე მეტად ამ დისკომფორტს რეალურად რა უქმნიდნენ ეგ ხალხი, აი ამ ისლამურ რესპუბლიკას. მაგრამ ყველაზე ამავდროულად ყველაზე შეუმჩნევლები იყვნენ ეგ ხალხი და დღემდე ეგრე არიან რა, იმიტომ რომ ნუ ჩანდა სიმბოლოების გამო სხვა თემატიკა ამის თქმა. ხო, უბრალოდ აი ესე არ ვერ ხდებოდა მაგ ხალხის სწორად ბრენდირება თუ არ ვიცი რა, როგორ თქვა, ანუ სხვანაირად ხდებოდა ხოლმე ირანში ეს სოციალური აფეთქებების აი ბრენდინგი რა, რომ ხო, ანუ ყველა ეგეთ გამოსვლას აქვს ხოლმე ბრენდინგი ხა, ანუ არავინ არ უნდა თქვას, რომ არ აქვს ხოლმე რა, იმიტომ რომ არ არსებობს რევოლუცია, რომელსაც არ აქვს თავისი რაღაც სიმბოლო, არ აქვს თავისი ლიდერი და მოკლედ ეგ არის ჩვეულებრივი, ანუ ესეთი პროცესია რა, რომელსაც ჭირდება ეგეთი შესაბამისი მხარდაჭერები რა. ხო, ანუ ესე იგი ეგ ძალიან საინტერესო ნაწილია საზოგადოების, ხო, ანუ უკმაყოფილების შეგრძნება, ძალიან სერიოზული თემაა და ძალიან მოდი ახლა მაგას გავყვეთ მაშინ. ახსენე ის რომ გაიტანა იქ პროქსი ჯგუფები ხო, რაც ვიცით ჩვენ და რასაც მიყვა პრინციპში ნაბიჯ ისრაელი, ხო? ანუ 7 ოქტომბრის ამბის მერე ეგ მაგნაწილში გაიზარდა, უფრო ვთქვათ, ეს ალბათ მეტი კითხვები დაისმებოდა ამასთან დაკავშირებით, ხო? ანუ შენ ახსენე სირია, მაგრამ იქ იყო ჰეზბოლა, იყო ვთქვათ, ნუ რომ ჩამოვყვეთ ახლა იქ, ხო? ღაზადან დაწყებული, ლიბანით გაგრძელებული, პაკისტანიდან მოყოლებული. პაკისტანიდან მოყოლებული, აი იწყებოდა ხოლმე ზეინაბიუნი ყავდა რაღაც ეგეთი დაჯგუფება, მე აქეთ ავღანეთში გადმოდიოდა. თუ ავღანეთში იყო მგონი ზეინაბიუნი ხო ამერიკოს, კიდე იქ პაკისტანში სხვა დაჯგუფება ყავდა. აქეთ იმაში ერახში იყო რაღაც ჰაშდ და ალ-შაბ ეგეთი გაერთიანება, რომელიც იყო დაახლოებით 12 და ძალიან ესეთი ძალიან დიდი და რაღაცა შედარებით მცირე დაჯგუფებას მოიაზრებდა რა შიიტურს. იქეთ სირიაში იყო, იქეთ ვთქვათ ჰამასი, ჰეზბოლა, ანსარალა, რომელსაც ჰუსიტებს ეძახით ხოლმე იემენში. ხო და ნუ ეს თელი, ანუ ლოჯისტიკა იყო რა. ყველაფერი ჩაწვა, ანუ გამოდის. ანუ ეს იყო დიდი ლოჯისტიკური, ესე იგი, ის იყო რა, პროექტი იყო. ფარი, ასე ვთქვათ. ხო, კი, ფარი. თავდაცვითი ფარი იყო ეს ირანისთვის, რომელიც ემსახურებოდა ცენტრიდან რაც შეიძლება შორს გატანას რა, ან ფრონტის ხაზის. ხო, ფრონტის ხაზის. და ნუ პრინციპში მაგის დაშლა დაიწყო, როცა ყასემ სულეიმანი მოკლეს ამ ერახში 2019 წელს იყო ეგ ამბავი, როგორც მახსოვს. თუ 2019-ში იყო იანვარში რა. ხო და ნუ იმ დონეზე მნიშვნელოვანია ხოლმე აღმოსავლეთში ეს ინდივიდები და ზოგადად პერსონები. არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ინსტიტუციებიც რა. აი ერთ-ერთი კარგი ისეთი თვალსაჩინო მაგალითი არის ზუსტად მაგკაცის მკვლელობა რა. როგორ მუშაობდა ეგ სისტემა მის მკვლელობამდე და როგორ აი მერე შემდგომ აი ნაბიჯ როგორ ჩამოიშალა რა. ჯერ იქ ერაყი გამოვიდა კონტროლიდან, იმიტომ რომ ერაყში ცოტა ისეთი პოზიციები აქვს ირანს რა, ანუ ერაყში არის კი თქვა დაახლოებით 60% შიიტურია, მაგრამ ერაყს ყავს თავისი, ანუ ერაყში არის ძირითადი შიიტური, ესე იგი სიწმინდეები რა, ეს ქარბალა და ნაჯაფი და კიდე იქ რამდენიმე იმამის საფლავები იქაა რა. ხო და მოკლედ ამ ქარბალაში და ნაჯაფში არის, ესე იგი, დიდი აიათოლები რა და აქ მთავარი აიათოლა ვინც არის რა, აიათოლა ალ-სისტანი.
ეს ითვლება როგორც შიიტების სოფლიო პატრიარქად რა და მოკლედ აქაც დაპირისპირება იყო რა და ეს დაჯგუფება რომელსაც კრავდა ყასემ სულეიმანი რა როგორც ყასემ სულეიმანი მოკვდა ეგრევე დაიწყო რაღაცა იქ გაურკვევლობები ვიღაცებმა თქვეს რომ მოდი ჩვენ ახლა აქეთ გადმოვიდეთ ჩვენ ერაყელები ვართ ჩვენ არაბები ვართ ვიღაცები იქ სადრის დაჯგუფება კიდე ეგეთი სულიერი ლიდერია რა ერაყში ვიღაცები ამ მოხდა ალ-სადრისკენ წავიდნენ ვიღაცები ამ სისტანისკენ წავიდნენ ვიღაცებმა თქვა ირანს უერთგულეს მაგრამ ან პირველი რაც გამოეცალა ეგ იყო ერაყი პირველი დიდი დარტყმა რა და მაგას მე ნელა მიყვა ეგ პროცესები რა დომინოს ეფექტით და მე ისრაელმა პრინციპში აი ეს ოპერაცია რო დაიწყო ღაზაში ჯერ ჰამასი მე ჰეზბოლა და ბოლოს ის აი სირიის ჩამოშლა იყო უკვე ესე აი კონტროლკა რა ირანის პროქსი იმისთვის ლოჯისტიკის იმიტომ რომ ის ჰაბი იყო რა ლოჯისტიკური ჰაბი სირია სადაც იყო ბაზები ან ბევრი რაღაცები იყო სადაც ნაწილდებოდა მოკლედ ყველაფერი რა შეიარაღებაც ფულიც ასე შემდეგ და აქედან დაიწყო აი ეგ ესე იგი ირანში ან ეს ღია კრიტიკა უკვე ტელევიზიებში რომ მაინც ძალიან უცნაურად მეჩვენება ის რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში ვიღაცებს ანგარიშებს სთხოვდნენ ძალიან საოცარი ამბავი, ძალიან საინტერესო ამბავი. ხო, ანუ ეს ხა ჩვენ წარმოდგენაში ესე არის რა, რა ვიცი, რომ იქ მარტო რაღაც სამთავრობო პროპაგანდა მიდის რა. არა, იქ სამთავრობო ყველაფერი სამთავრობოა ტელევიზია. როგორც ჩვენთან მიდის, ანუ ცოტა ხარისხი შევადარე ახლა და რაღაც ჩვენ რეალობაში სამთავრობო არხზე ვერ წარმომიდგენია ახლა მთავრობას ვიღაცამ ანგარიშები ბიუჯეტის რაღაცა. ზოგადად ირანული ენა, კულტურული ენა საკმაოდ აი ესეთია რა. მაინც საადის და ჰაფეზის და ეგეთი დიდი პოეტების ქვეყანაა და ეს ალეგორიები ძალიან კარგად ჩვევიათ ხოლმე და შეიძლება პირდაპირ რაღაცა არ გითხრან, მაგრამ საკმაოდ ისე მიგანიშნონ რა, სათქმელი გითხრან ხოლმე, მაგრამ აი პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ აქ უკვე აღარ იყო არანაირი ალეგორიები რა, ვიღაცები კონკრეტულ შეკითხვებს სვავდნენ, რომ სად წავიდა ეს თანხები რა. მაგრამ ეს უკვე იყო პოსტფაქტუმ, როცა სირია მოხდა, იქ უკვე ისეთი ხალხი გამოვიდა, ვისი ხმაც ისმოდა რა, ასე თუ ისე ტელევიზიაზე მიუწოდებოდა ხმა და მანამდე ის ხალხი, ვინც გამოდიოდა და პროტესტებზე იდგა. აი 2017 წელს მაგალითად აი ერთ-ერთი ალბათ 2009 წლის მერე რა. როცა ეს მწვანე მოძრაობა იყო ირანში 2017 წელს იყო ძალიან პირველი დიდი აფეთქება რა და ანუ აფეთქების თემა აი რო გითხრა რაზე დაიწყო რა აფეთქების ეს იყო კვერცხის ფასი რა ხო ვითომ ძალიან სასაცილოა მაგრამ უბრალოდ იმის გამო რომ ხალხი ხედავდა რომ აი ეს ამდენი ფული მიედინება მოკლედ ამ არაბულ ქვეყნებში და ამ დროს ეს ყოფითი პროდუქტები და ყოველდღიური პროდუქტები რაც ჭირდებოდა ძვირდება და ამ დროს თქვა ეს ინფლაცია არის რა ვიცი 50%-იანი 60%-იანი მაგაზე ქონდათ რეაქცია რა და განსაკუთრებით რეაქცია ქონდა აი მაგ ნაწილს კონსერვატორულ ნაწილს რომელიც არ ჩანდა რა ხალხი აი აკვდებოდა იხოცებოდა ასობით რავი 1000-ობითაც მოკვდა რა აი როცა ის ბენზინის პროტესტი მაგარი ყველაზე ისეთი სისხლიანი იყო 2019 წელს ეს ბენზინის ფასი ანუ გაორმაგდა უცებ ანუ ისეთი ახლა რო გითხრა რა ღირდა მაშინ ბენზინი და რა გახდა შეიძლება ქართველისთვის პრინციპში სასაცილო იყოს მაგრამ იმ ხალხისთვის როგორც ჩანს ესეთი ეგზისტენციალური საკითხი იყო და 1500 კაცი მოკვდა რა მაშინ იმ წელს ქუჩებში სადღაც 80 ქალაქში იყო ერთდროულად დიდი გამოსვლა და ანუ მე ესეთი განსამიჩნდება ახლა რომ თუ არსებობს პროტესტის რაღაც მიზეზი უკმაყოფილება თუ გროვდება იქ ყოველთვის არსებობს რესურსი წინააღმდეგობის და ეგ აფეთქებების რესურსი ჩნდება ამის თქმა შეგვიძლია ეს ანუ საზოგადოება რეაგირებს 99 წლიდან ძალიან აქტიურად რა ანუ პირველი ძალიან დიდი გამოსვლა 99 წელს ეს იყო როცა მედიის თავისუფლება ძალიან შეიზღუდა რა პირველად და იქ ვიღაც ჟურნალისტები დახოცეს მაგრამ ეს იყო როგორ იცით რომ აი მაგალი აი რამდენიმე кейსი გეტყვით რა ესეთი ცნობილი ჟურნალისტები მოკლეს ესეთი ოპოზიციური ჟურნალისტები და რომ გამოვიდნენ ხა გასაპროტესტებლად რა რომ ნუ რატომ მოკალეთ ეს ჟურნალისტები ანუ პოზიცია იყო ძალიან ისეთი რა ირონიული სახელმწიფოს მხრიდან რომ აი როგორ ხა ანუ ჩვენ გიჟები ვართ რომ ესე იგი მომეკლა ის ჟურნალისტი რომელიც ჩემს მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი ანუ ეს ნიშნავდა რომ ანუ
მოკლედ ყველა მიხსარგებლოა არა ანუ როგორ რაღაცას ამბობდნენ რომ აი მე ხვდებოდა რომ მე მოვკალი და რა აზრი ქონდა რა ეგეთი მკვლელობის ჩადენას ანუ გიჟი ხო არა პირველი ეჭმიტანილი მე ვიქნებოდი და რატო ვიზრდი აი ეგ არგუმენტი იყო რა მაშინ და ძალიან დიდი გამოსვლა იყო მაშინ თეირანის უნივერსიტეტი იყო ეპიცენტრი რა ეგ იყო პირველი გამოსვლა მერე იყო აი მეორე დიდი გამოსვლა 2009 წელს როცა ხალხი ითხოვდა არჩევნების შედეგების ესე იგი ну ამბობდნენ რომ გაყალბდა რა არჩევნები მაშინ უნდა მოიგო ანუ აჰმადინეჟადი მოიგო მეორე ვადით და ანუ ჯერ პირველი აჰმადინეჟადზე რა გაირკვა მოკლეს თუ არ არც პატარა გადახვევა იცი რა არც კი მოიძიეს იმართე რო გითხრა აჰმადინეჟადზე ინფორმაცია იმიტომ რომ იმ დონეზე ანუ იმუნიშნულო ფიგურა იყო თავიდანვე უბრალოდ შემოხდა ეგ ნიუსი და კი და მე ძალიან ისეთი დამოკიდებულება მქონდა რომ მეთქი ანუ აჰმადინეჟადის კვლელობა ვის რაში ჭირდებოდა ანუ ისედაც ეგ კაცი ძალიან დიდი ხანია პოლიტიკურად მკვდარი იყო რა ხო აი არ გადაუხვიოთ მოდი გავაგრძელოთ ისე ხო და მე 2009 წელს იყო ძალიან დიდი გამოსვლა ესე იგი როცა ეს მუსავი და ესე იგი ეს აჰმადინეჟადი იყვნენ კონკურენტები სხვათა შორის მუსავი დღემდე შინაპატიმრობაშია და საინტერესოა ისიც რომ აი მუსავი და ხამენეი ერთმანეთს ენათესავებიან მაგრამ ნათესაობა არ გაჭირდა რა ხო ინტერესმა უფრო გადაძალა რა იქ პოლიტიკურმა იმიტომ მუსავი ისეთი სერიოზული ფიგურა იყო სერიოზული პოლიტიკური ბექგრაუნდით იმიტომ რომ ომის პერიოდის პრემიერ-მინისტრი იყო და ერაყის ომის დროს ისეთი ანუ აჩვენა რომ მაგარი კაცი იყო რა. ნუ მაგარი მიგაგებით რომ შეეძლო მართვა და იქ ფრონტის ხაზიც დადგებოდა და სხვათა შორის ხამენეის ჩადიოდა ხოლმე რა. ეგეც უნდა აღინიშნოს ახლა. უნდა ითქვას რომ იქ ფრონტის ხაზი ჩადიოდა ხოლმე და მოკლედ გასამხნევებლად. ხო. შენ ახსენე სიმბოლოები. მე რამდენიმე რამეს მინდა რომ გავყვე ხა შენი მონათხრობიდან რა. ერთ-ერთი რაც ახსენე, ხო, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხალხმა დაიწყო მოკითხვა საწავიდა ჩემი ფული და სარგებელი. ასევე ანუ ეგ არის წამყვანი თემა თუ შეგვიძლია თანაბრად ამ თემასთან მივიჩნიოთ ან უპირატესად სამხედრო დანაკარგები და წარუმატებლობა 2022 წელს აი რო შევხედე რა სიტუაცია მაშინ ინგლისში ვიყავი და თავს მივეცი რაღაცები რომ დამეწერა და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში გამოვაქვეყნე ერთი რაღაც სტატია მაგაზე ზუსტად რომ ანუ რეალურად რა ხდებოდა ირანში რა ანუ მაშინ იყო რაღაც ეგეთი ესე იგი გაშუქება ესე იგი საერთაშორისო მედიაში რომ აი რაღაც აი აღტკინებით იყვნენ რომ რაღაც უპრეცედენტო რაღაცა გამოსვლები რაღაცა მოკლედ ანუ სულ სხვანაირად შუქდებოდა და აი სოციალური მხარე პრინციპში უარყოფილი იყო რა არ და რეალურად იქ თავარი იყო სოციალური ესე იგი პროტესტი რა ანუ სანამ ახსამინი მოკვდებოდა რამდენიმე თვით ადრე სანამ ეც ჯერ კიდე თეირანში ვიყავი ჩემი თვალით ხედავდი როგორ უკვე დაძაბული იყო სიტუაცია და აქა-იქ სადღაც ლოკალურ დონეზე უკვე გამოსვლები იყო და უკვე ყოფილება იყო და ეს ყველაფერი გამოვიდა იქედან დაიწყო იქედან რომ ანუ ირანში არსებობდა ეგეთი სისტემა რა ნერხენი იმას ეძახიან სპარსულად და ანუ ეს რას ნიშნავს ეს იყო სუბსიდირება რაღაც გარკვეული საიმპორტო პროდუქტების ანუ პირველადი მოხმარების პროდუქტები სამედიცინო და ეგეთი ანუ რას ნიშნავდა ახლა ეს ანუ სიტყვაზე როცა თქვა შემოქონდა ხორბალი რომელიც აი ესეთი ანუ რაღაც სია იყო რა და ერთ-ერთი თქვა ამ სიაში იყო ხორბალიც და როცა შემოქონდა ეს ხორბალი და ღირდა ეს კონკრეტული თანხა დოლარში რა იქ ხო დოლარი ესე არ მოძრაობს თავისუფლად და ვერ გაიტან დოლარს და რაღაც ამიტომ იმპორტიორს უნდა ეყიდა ეს დოლარი უნდა წამერე წასულიყო საზღვარგარეთ და ჩამოიტანა ეს პროდუქტი ხო პირობითად ხორბალი როგორც თქვით და ამ დროს აშვებოდა რა ეს მთავრობას ჰქონდა ეგეთ სპეციალური პროგრამა და სთავაზობდა მოკლედ ამათ რომ სიტყვაზე თუ ეს ღირდა დოლარი თუ თავისუფალ ბაზარზე ღირდა 26000 თუმანი ნერხენი იმათი ესე იგი შეეძლო ამას ეყიდა 4000 თუნად რა ანუ გაცილებით უფრო ესე იგი კურსში უჯდებოდა კი კურსში უჯდებოდა შესაბამისად ის რომ შემოიტანდა მე ამ პროდუქტს მე კიდე ისიც მე მგონი კიდე რაღაც ხდებოდა იქ სუბსიდირება
და საკმაოდ იაფი ღირდა ბევრი ისეთი პირველი მოხმარების პროდუქტები. განსაკუთრებით ეს სასურსათო და სამედიცინო. და როცა მოვიდა ხელისუფლებაში ებრაჰიმ რაისი, ერთ-ერთი პირველი რაც გააუქმა იყო ეს ნერხენიმა და თქვა რომ აუ იცი რა ეს არასამართლიანია ეს პროგრამა ჩვენ რაც გვაქვს, იმიტომ რომ ეხლა ვიღაცა ოჯახები არის ისეთი, ვისაც ძალიან უჭირს და ვიღაცა არის ისეთი, რომელსაც საერთოდ არ უჭირს. და მოდი ეხლა ნერხენ იმას მაგივრად და ის რომ ვიღაცა კონკრეტული იმპორტიორები წავახალისო, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შემჩნეულები იყვნენ OnePlus, მე სხვა რაღაცებისთვის იყენებდნენ. მოდი მე ეხლა ავდგებიო, შევქმნიო სოციალური პროგრამასო და აი ამ ფულს დოლარის მაგივრად, აი რეალებში კონკრეტულად აი ვიღაცა ირანელ მოქალაქეებს ჩაურიცხავ და იმისთვის რომ გაეგოთ ეხლა აი ვის ეკუთვნოდა ეს დახმარება და ვის არა, რაღაც სტანდარტი შემოიღეს და თუ ამ რაღაცა სოციალური კულა სოციალური აგენტოს ხო აი რაღაც ეგეთი გააკეთეს რა. ხო და რეალურად ანუ ეს ის თანხა არ აღმოჩნდა ხალხისთვის, რომ როცა აი ეს ახალ ფასზე ნაყიდი პროდუქტი შემოვიდა, თქვა ზეთი თუ რაღაც ასე შაქარი და ასე შემდეგ, რომ ეს თანხა ანუ ყოფნოდათ რა ამაზე. და აი ამაზე იყო ძალიან დიდი უკვე გაღიზიანება რა საზოგადოების მხრიდან და მე როცა აი ეს მორალის პოლიცია რომ ერშადე გაშტი როგორც ეძახიან, მაგან კიდე აი ხალხი შეწუხება დაიწყო რომ შე რატო თავზე არ გახურავს რაღაც და რატო ფეხზე რავი ეს მანიკიური ანუ რაღაც გიჩანს უკვე ყელში ამოასხათ რა ვიღაცებს და იქ წავიდა ესეთი ხო ფიზიკური შეტაკებები და დაიღუპა ის გოგო და მე მოხდა ის რაც მოხდა რა. ხო და ანუ ეს სოციალური გაღიზიანება უკვე არსებობდა რა. და უკვე არსებობდა ეს შეკითხვები, რომ რატო არ ვცხოვრობ მე ისე, შენ როგორც დამპირდი რა, რომ უფასო დენი, უფასო ბენზინი, რომ რატო არ ამყავს მე პორშე და რატო მყავს რაღაცა საიფა, რომელიც ანუ ბორულებიან კუბოს ეძახიან ხოლმე რა, ირანში მაგას. თუ ანუ ეხლა შარშანაც ერთი გოგო გარდაიცვალა, ეს წარმატებული სპორტსმენი ირანელი, იმის გამო აი მაგმანქანის და მაგაც ძალიან დიდი პროტესტი იყო რა, რომ ესე იგი მანდაც ანუ პროტექციონიზმი ქონდა რა ქვეყანას რომ არ გაძლევდა მოკლედ შენ რო გდომოდა ანუ ირანის მოქალაქეს შემოგეყვანა რაღაცა კარგი ბრენდის მანქანა ამბობდა რომ არა ანუ 300%-იანი ან რაღაცა ისეთი ტარიფები ქონდა და მაგის მაგივრად ანუ ხალხი იძულებული იყო რომ აი ეს ნაგავი ეყიდა რავი 12000-15000 დოლარად რა ხო და აი ყველა მიმართულებით იყო გაღიზიანება და აი ეს კონცენტრირებული მე ბოღმა და ზიზღი და გაღიზიანება მე იფეთქებდა ხოლმე რაღაც ესე საპროტესტო აქციებში. ხო და ანუ მე სულ ამას ვამბობ ხოლმე რომ ანუ ადამიანების გაღიზიანება და ბრაზე არსად არ მიდის რა. შეიძლება ჩერდება პროტესტი რაღაც მომენტში პასიურ მდგომარეობაში ადამიანი, მაგრამ პირიქით ხო ეგ ყველაფერი ემატება და მაგრამ 2022 წლის მერე უბრალოდ ერთი საინტერესო რაც მოხდა ეგ იყო რომ ესე იგი რევოლუციის მერე 79 წლის მერე დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ესე იგი ქვეყანა გასვლის მაჩვენებელი. რო შეხედეს რა შეაკლა მართლა ხალხმა თავი და რო შეხედეს რომ არაფერი არ გამოდის რა კედელი აღმართული და თავით ასკდები ვისაც შეეძლო მოკლედ მაქსიმალურად შეეცადნენ რომ გასულიყვნენ ქვეყნიდან და უპრეცედენტო მაჩვენებელი არის რა აი ბოლო ეხლა გავიდოდა ძალიან აქტიური ნაწილი ალბათ. ყველაზე აქტიური ნაწილი, ყველაზე გონიერი ნაწილი ხო შეეცადნენ რომ გასულიყო, მაგრამ პრინციპში ის უნდა ითქვას რომ ის ისლამური რესპუბლიკა რაც მე დავტოვე და რაც ეხლა ვნახე, აი სამი თვის წინ რადიკალურად განსხვავებული იყო, ბევრად უფრო მოშვებული იყო, ბევრად უფრო ანუ ხალხს აღარ ანცდილობენ რომ აი ამ კიდე შეზღუდვებით არ გაეღიზიანებინათ რა. ეგ ხომ არ არის სისუსტის ნიშანი რეჟიმის. ალბათ არის ხო? ანუ იმ პროცესების ფონზე რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, რომ იქ რღვევა იყო იმ საგარეო გარეთ არსებული ამ თავდაცვითი ფარის თუ როგორც თქვით, ხო, ამ პროქსი ჯგუფების ამან გამოიწვია შიგნით თავდაცვითი ფარი ჩამოიშალა პრინციპში 2024 წელს და აი ეს ესე თქვათ ლიბერალიზაცია ამ მორალის პოლიციის და ზოგადად ამ მორალური მარწუხების ეს მოხდა პრინციპში მალევე რა გამოსვლებიდან 2022 წლიდანვე დაიწყო რა. ანუ ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის. ხო, ანუ პირდაპირ უკვე დაწყებული იყო რა ეს თქვათ აი მარწუხებიდან გამოსვლა რა.
ალბათ მე შეიძლება ამან კიდე დაიხმარა, არ ვიცი. აი მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რაც არის, რომ აი კონტრასტი თვალში საცემი იყო ჩემთვის, აი როგორც კი აეროპორტში ჩავედი და ფეხი დავადგი, კი ეს რაღაცა. კარგი, იმაზე არ გითქვამს პრინციპში ერთი კითხვა, რაც იყო სამხედრო წარუმატებლობა რა გავლენას მოახდენს მაგ ხალხზე. აი ეს ეხლა რაც ხდება. მოდი აქ მოვიდეთ რა, ეხლა ცოტა შორს ვიარეთ წინა პერიოდში. დღეს რაც ხდება. ეს რამდენად და ახსენე სიმბოლოები და თანდათან ხვდები ვიღაცების აზრი მოვისმინე. მათ შორის ერთი-ორი ჩემი სტუმარიც ამბობდა, რომ რაღაცა ცოტა ფუჭი რესურსის ხარჯვა არის ის, რომ მაგალითად რაღაცა ძვირიან შეიარაღებას იმ ძვირფას დროს სამხედრო ოპერაციის მომენტში ხარჯავდნენ, თქვათ, კონკრეტული სახელების და გვარების ლიკვიდაციისთვის, ხო? გულისხმობ სამხედრო მეთაურობას, რომ პირველივე ტალღის დროს 20-ზე მეტი ემსხვერპლა, ხო, ასეა და პლუს კიდე ეს მეცნიერები, ვინც თქვით. ეგ მაგაზეც მინდა რომ მითხრა რა გავლენას ახდენს, იქიდან გამომდინარე რომ ახსენე რომ იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახეებს, სახელებს და პერსონებს. მათ ყოფნას და ამ შემთხვევაში უკვე მათ ლიკვიდაციასაც ცხადია, ხო, ალბათ ამ ლოგიკით. ეგ რა წილი არის, რა ფასი აქვს მაგ ყველაფერს შენი შეფასებით და ხო, აი სამხედრო დანაკარგები, თქვათ რა ტიპის დარტყმა იქნება რეჟიმისთვის. იმ შემთხვევაში თუ შენ არ ჩუნდა და მოუწია შემდეგ უკვე შიდა დაპირისპირებასთან გამკლავება. ხო, ეს სულეიმანის ალბათ დონის ფიგურა, პოპულარობის ხრივ რა ხალხში. პრინციპში აღარ ყავდათ ირანელებს. ეხლა ესენი ვინც იბრძოდნენ, მე არ ვიცი ეხლა სამხედროებში როგორი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, ან იმ ჯგუფში, რომელსაც თვითონ წარმოადგენდნენ, ანუ იმ თქვათ შიდა სისტემაში. მე ეგ არ ვიცი, მაგრამ თქვათ სულეიმანი იყო ცოტა სხვა ფიგურა რა ირანელისთვის. ანუ შეიძლება და ხშირად მომისმენი ეგეთი რაღაცა, რომ ანუ არ მოწონდა ისლამური რესპუბლიკა ტიპს, აი ღიზიანდებოდა, რომ აი ისლამური რესპუბლიკა არსებობდა, მაგრამ რაღაც მომენტში სიამაყით ყვებოდა ხოლმე, რომ სულეიმანმა როგორი მაგარი ოპერაცია ჩაატარა სპარსეთის ყურეში ან სადღაც რა. ანუ ვიღაც მოქალაქე ვინც შენთან საუბრობს. იმიტომ რომ ზოგადად ანუ ეს მაინც ირანი ძველი, ესე იგი იმპერიული ქვეყანაა და ეს სამხედრო ტრადიციები და ეს მაინც სენტიმენტები ახასიათებთ ხოლმე ეგეთი ესეთი hard power-ის და ესეთი ძალის შეგრძნება, ხო, მოწონთ პრინციპში. ანუ ყველა დიდ ქვეყანას, ხო, ყველა დიდ ქვეყანას მოსწონს რა ეგეთი რაღაცეები. ხო და ეხლა არ ვიცი რა მოხდება, ანუ რთული არის მაგის განსაზღვრა რა მოხდება. აი ეგეთ ტიპებში ალბათ ეგ აი რა მოხდება მომავალში ეგ ისეთი არის. რას შეცვლის ეგეთ ტიპებში? აი მაგალითად იმ ადამიან ვიღაცებს ანუ ვთქვათ ვინც შენ მაგაზე გესაუბრებოდა, რომ აი ის მოწონდა რა, ის არ მოწონდა, მაგრამ დემორალიზებული გახდება, იმიტომ რომ აი ხო, აი მე მეგონა რომ მაგარი არ მიოყავდა რაღაც აი რამდენი წარმატებები ქონდა თქვათ იქ დაეშთან მაგრა ვიომეთ, იქ სირიაში ამდენი წელი ვიდექით, ეხა რუსებს ვეხმარებოდით. ესე იგი ამ სამხედრო ტექნიკით, მაგრამ ეხა აი თურმე არც ისე ძლიერები ყოფილვართ. ვიღაცას ეს განცდა გაუჩნდება. ვიღაცას პირიქით, ანუ როგორც აი ერაყის ომის პერიოდში როგორც მოხდა რა, რომ ესე იგი აი ეს მომენტი გაიღვიძებს, რომ ხო, ანუ 80 წელს ესე დაპირისპირებული, აი შიდა დაპირისპირებული იყო უკვე მაშინ ირანში, პრინციპში აღარ არსებობდა სამხედრო ელიტა, გაწყვეტილი იყო გენერლები ან ციხეებში იჯდნენ და მამის მიუხედავად მაშინ ამ დაპირისპირებულმა ხალხმა მოახერხა ერთად დადგომა და იბრძოლეს რავი მაგრად იბრძოლეს რა უნდა ვაღიაროთ ახლა ორივე მხარე მაგრად იბრძოლა და მე მგონი ორივე მხარეს მილიონი კაცი დაიღუპა რა სადღაც ესე ანუ ვიღაცას мотиваციას მისცემს ან ალბათ რაღაც აი ჰეროიზმისკენ უბიძგებს ვიღაცას აკეთ. მე მგონია უფრო საინტერესო იქნებოდა ამას, აი ამ შეკითხვას დაუსვევდით ვიღაც ადამიანს, ვინც აი სოციალურ ფსიქოლოგიას კარგად იცნობს და ის უფრო კომპეტენტურად ისაუბრებდა. მაგრამ ანუ ირანი არის ეგეთი ქვეყანა, სადაც ძალას და აი სამხედრო ძალას აქვს ესე იგი პრესტიჟი, აქვს ესე იგი საზოგადოებაში მოსწონთ რა, ერთის ხრივ ეგ და არის ეგ საზოგადოება, რომელიც ესე იგი
გარემტრის წინააღმდეგ ახერხებს ხოლმე კონსოლიდაციას. ეხლა ყველაფერი მაინც დამოკიდებული არის იმაზე, ვინ მიაღწევს წარმატებას საინფორმაციო ველში. თუ ისრაელი მიაღწევს და შთააგონებს, მოკლედ, ესე იგი, აქტიურ ნაწილს ირანისას ეხლა, ვინც არ გარბის რა, იმიტომ ხალხს ეშინია და გარბის ეხლა. ვისაც სად შეუძლია რომ გაიქცეს გარბის და თავზე ბომბებს გაყრიან, არ მგონია ფიქრობდა იმაზე, რომ რევოლუცია მოვაწყო. კი. ხო, ანუ ეხლა ეგეთი მდგომარეობა აქვს და ნუ ამ წუთას ესეა, მაგრამ იმ შემთხვევაში რომ მორჩება და მე ნანგრევებიდან გამოვა ხალხი, მე არ ვიცი როგორ მოიქცევა და ვირას გააკეთებს, ან რა ძალები შერჩება კიდე რეჟიმს. ზოგადად აი პროგნოზების კეთება ძალიან ისეთი საქმეა. მე ვცდილობ რომ ხალხის განწყობას მივხვდე. ხო, ნუ ხალხის განწყობა ეგ არის, მაგრამ აი პროგნოზის გაკეთება მე პირადად არ მიყვარს ხოლმე. მირჩევნია ანალიტიკაში დავრჩე, განვიხილოთ რაღაცა. ხო, ანუ პრინციპში განვიხილოთ ხო, არ გვითხოვ. უკვე საქართველოში ძალიან სასაცილო გახდა ამ პროგნოზების გაკეთება რა. აი განსაკუთრებით ამ რუსეთ-უკრაინის ომმა აი ისეთი გახადა რა, ანუ რაღაც ჯერ არსებობდა რაღაც ესეთი პრორუსული დაჯგუფება, ექსპერტები რომლებიც 3 დღეში იღებდნენ კიევს, მერე ვიღაცა სხვა უცებ მეორე მხარეს აღმოჩნდნენ ექსპერტები, რომლებიც 2 კვირაში იღებდნენ მოსკოვს და რუსებს ბომბები არ ქონდა და მოკლედ რა. ხო, ნუ პროგნოზების კეთება ცუდი. პროგნოზები არა, მე უბრალოდ ვცდილობ რომ ლოგიკა ვეწებო. ეს არის და ეს ამ შემთხვევაში შენთანაც ამას ვცდილობ რომ მივხვდე იქ საზოგადოებების განწყობებს, ეს მე მაინტერესებს. და ნუ შემდეგ უკვე ალბათ, რა ვიცი, ეგ ინტერესიც არის რომ აი შენ ახსენე რომ რაღაცა თემები იყო, რომელიც რაღაცა ჭრდილში დარჩა რაღაც მომენტში სოციალური ფაქტორები და სულ სხვა საკითხები წამოვიდა წინ. ხო, როდესაც რაღაცა ესეთი ინფორმაცია გაქვს მეტნაკლებად, მე უკვე ლოგიკას პოულობ ადამიანების ქმედებებშიც, ხო? და ნუ მით უმეტეს ახლა ცხელი ამბავია და ეს ყველაფერი ჩვენზეც ახდენს გავლენას. ხო, ნუ ეგ ნაწილი კი ბატონო გავიაროთ, შენ ახსენე ესეთი რაღაცა რომ გააჩნია ვინ როგორ ითამაშებსო. რა ხდება საინფორმაციო სივრცეში? საინფორმაციო სივრცეში ხდება ის, რომ მოკლედ აქტიური კამპანია მიდის, რომ ხალხი დარაზმონ ესე იგი ისლამური მთავრობის წინააღმდეგ. საკმაოდ ისეთი აქტიური კამპანია მიმდინარეობს ამ დასავლეთში ვინც იმყოფება ახლა ირანელი ესე იგი დევნილები რა, სელებრიტები აქტიურად არიან ჩართულები, ბევრი მათგანი და ცდილობენ რომ ხალხი დაარწმუნონ რომ მნიშვნელოვანი არის აი ეხლა ეს კონკრეტული მომენტი რომ გამოიყენონ და მიიყვანონ საქმე ბოლომდე. მაგრამ არის ვიღაცა ესეთი კიდე სხვა თქვათ ცნობადი სახეები რომლებიც იძახიან რომ არა ეს არ არის რა სწორი ეს რაც ხდება მე არ მომწონს ხამენეი მე არ ვეთანხმები მოკლედ ისლამურ ირანს მაგრამ არ სიამოვნებს ეს და ხო არ სიამოვნებს ის რომ ჩემს ქვეყანას ესე დღეში ვხედავ რა და რაღაც საკუთარ სიამაყეზე ესე იგი ამ ურტყავს რა მოკლედ ეს ბომბები ხო მე ერთი რასაც დავაკვირდი ალი ხამენეის განცხადებებში მეცნო რა ეგ ტექნიკა მუდმივად ხალხი ანუ ირანელი ხალხი ირანელი ერი აი სულ ამას უსვამს ხაზს რომ ეს არის ანუ მათუ თქვათ მეორე მხარეს ეს გზავნილია რომ ჩვენ არ ვერჩის ხალხს და არ არის ჩვენი სამიზნე საზოგადოება პირიქით ჩვენ გვინდა რომ ამ ჩაგვრისგან და მარწუხებისგან ვიხსნათ ეგ ხალხი და მშვიდობა მოვიტანოთ რეგიონში აი ამ ყველაფრით იქით არის პირიქით რომ არა ეს არის შეტევა ირანელ ხალხს ეს არის შეტევა ირანელ ხალხს ნუ აი ეს ორი ტენდენცია არის ზუსტად ეგ ორი ტენდენცია ეხა ნუ ისლამური მთავრობა რა თქმა უნდა მაგას ცდილობს რომ ეს სამოეპაროს ფოკუსი გადაიტანოს იმაზე ანუ გარემტერზე რა რო აი გარემტერია არ მერჩიან შენ გერჩიან და შენ გიჟყავენ ხო რო ეს გარემტერია და რომ იმიტომ კარგად იცნობენ ეხა თავიანთ ხალხს და იციან რომ ამის პრინციპში უკვე არის მაგის გამოცდილება რომ გარემტერზე ისე რეაგირებს რა ირანელი ხალხი ანუ კონსოლიდაცია და ერთმოშტად შეკრება სანქციებს როგორ აღიქვამენ ვინ ხალხი ხო სანქციებს ალბათ ყველაზე მტკივნეულად და ეგ კიდე ცალკე საკითხი არის. ხო, ანუ მაგას როგორ ფიქრობ, მაგასაც ეგრე ფუთავენ, რომ აი გარემტერია ის იმით. კიდე ძალიან საინტერესო არის ეგეც, რომ აი კოვიდის დროს გამოჩნდა რამდენად ესე იგი ეს სანქციები არაეფექტურია. და ხშირ შემთხვევაში ურტყავს იმას, ვინც არ არის ესე იგი სანქციების
თითქოს მიზანი, აი. ანუ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და გეტყვის აიდან, კონკრეტულად. კოვიდის პერიოდია, მოკლედ თემ სოფლიოში, ესე იგი, ყველა ცდილობს რომ შექმნას რაღაც ვაქცინა. მე ეს ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, აძლევენ ამ ვაქცინებს, მაგრამ იმის გამო რომ ირანი ეს იზოლაციაში იყო, ვერ ხდებოდა ამ ვაქცინების დროზე ჩამოსვლა. განსაკუთრებით Pfizer-ს ხებოდა რა, რადგანაც ამერიკული იყო, ვერ მოდიოდა და მე ისევ რაღაცა თვითონ შექმნეს, აღარ მახსოვს ახლა სახელი და მე რაღაც ჩინური ოქსფამი შემოიტანეს რა. ხო და ეს ერთი მაგალითია და კიდე არის უამრავი მაგალითი, რომ რაღაცა მედიკამენტები არის საჭირო, რომ ირანში ჩავიდეს, ან რაღაცა კონკრეტული ტექნიკაა, თქვა სამედიცინო დანიშნულების და ვერ ჩადის იმის გამო, რომ სანქციები აქვს დაწესებული ქვეყანას და ამის გამო ზარალდება მოსახლეობა, თორე ის ვისიც ესე იგი მოკლედ დასანქცირება უნდათ, ის ხალხი მშვენივრად ყიდულობს მაგ მედიკამენტს თუ რაც ჭირდებათ, შავ ბაზარზე ან რა ვიცი როგორც რაღაცნაირად ახერხებენ რა. ხო, ნუ თვითონ კარგად არიან ის ხალხი საბოლოოდ იჭაგრება და მე აძახებენ რომ აი ის არის გარემტერი, რომელიც ჩვენ კლავს. ხო და რეალურად ანუ ბევრი მიხვდა ამას ხოთა შორის რა და დასავლურ აკადემიებში ხა ძალიან ბევრი ისეთი კარგი ნაშრომები დაიწერა რა კოვიდის პერიოდში და მანამდეც უკვე იწერებოდა რომ ეს სანქციები მოკლედ ამ სანქციებს გააჩნია რაღაც გვერდითი ეფექტები და ის ხალხი ზიანდება ვინც პირიქით არ უნდა ზიანდებოდეს. მაგრამ მაინც ჯერჯერობით აი ამ სანქციებზე უკეთესი არ ვიცი რაღაცა ეტყობა ვერ მოიფიქრეს ფაქტი არის რომ ესეა ხო ანუ რო შევაჯამოთ ალბათ მე მაგას უკვე რეჟიმი იყენებს სათავისოდ რომ იმ ხალხში აგრესია მიმართოს ისევ ვთქვათ მის მიმართ ვინ სანქციებს აწესებს ეხლა თუ ხდება იმის გააზრება რომ კონკრეტულად მაგაზე არ ხდება ეხლა რომ შენ რა ვიცი ამ კონკრეტული დასახელების წამალი ვერ იყიდე მაგრამ ხო ანუ სანქციების საბანკო ტრანზაქციები კი მაგას ცდილობს ხო მაგას ცდილობს რა თქმა უნდა რომ ხო აი ჩვენ რაღაცა უსამართლოდ გვიწესებენ რაღაც სანქციებს და კი მაგაზე არის ვთქვათ ესე იგი ხალხის განწყობების მოკლედ მუშაობენ რა ვირტუალ იარაღთან დაკავშირებით რა შეიძლება ითქვას ისევ საზოგადოებაზე რომ აქვს მაგას მხარდაჭერა ვთქვათ ვირტუალ იარაღს აი მანდაც საზოგადოება ხო ანუ ოფიციალური პოზიცია ხო ეგეთია რომ არა ჩვენ არ ვქმნით ვირტუალ იარაღს არა ჩვენ არ ვქმნით სამედიცინო მიზნებისთვის და სამოქალაქო მიზნებისთვის ვირტუალ იარაღს არ ვქმნით და ბევრს ალბათ ეხლა და მანამდეც არ მგონია მაგაზე ოცნებობდეს ირანში რომ მოსახლეობაზე ვამბობ რომ ნეტა ვირტუალი იარაღი მქონდეს საერთოდ სხვა პრობლემები აქვს ძირითადად უფრო სოციალური საკითხები მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მოიძებნება ეხა ისეთი ხალხი ვინც ფიქრობს რომ ვა რა მაგარი იქნებოდა ვირტუალი სახელმწიფო ანუ არის ეგეთი ხალხი რა ანუ ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოძებნო ეგეთი ხალხი ვინც რაი რაღაცა ეგეთი ძალისმიერი ისენი მოსწონს რა რაღაც მეთოდები და რაღაც სიამაყის განცდას უჩენს ის რომ რაღაც დიდი რაკეტა აქვს მის ქვეყანას. ხო. აი მაგალ რუსული ფსიქოლოგია რაც არის რა. მინდა იცი რომ ანუ ხო ფაქტი ის არის რომ ვიღაცები მაგ რეგიონში განვითარდნენ. ირანს უზარმაზარი რესურსები აქვს, ეს ხალხი სანქციების ქვეშ არის, ეს რეჟიმი ახლა ასე ატყუებს, ისე ატყუებს თუ როგორც აკეცალით თუ ანუ საზოგადოებაში ალბათ ხომ არის ეგ მთლიანობაში გაანგარიშება, ხო თუნდაც ის რაც ახსენე რომ რაღაცა ეკონომიკური ფაქტორი ის მდიდრდება მემშიერი რჩები საბოლოოდ და მე ამაზე მაგ წინააღმდეგ ანუ მთლიანობაში ეს ხალხი ხო აღიქვამს ალბათ სურათს რომ რას ვიღებ რის ფასად ხო ანუ იმის გამო რომ ვირტუალი შეიარაღება მქონდეს თუ არ მქონდეს ამის გამო არის მთელი რიგი სანქციები კისერზე მემადევს ამის გამო ვითარდება ჩემი მეზობელი და მილიონერი გახდა და მე ისეთ იმ მოძრავი კუბოთი დავდივარ რომელიც შენ ახსენე ხო და ავარიებია ვიღუპებით და პლუს კიდე ვიღაცა მატრახით მადგას ხო ანუ გულისხმობ მორალის პოლიციას და სხვა ყველაფერ დანარჩენს. ხო, პრინციპში მაგაზე ყველაზე ცოტა ვისაუბრეთ, ალბათ ეგაც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, რომ როგორია, როგორ გამოიყურება ეგ რეჟიმი რეალურად როგორ მოქმედებენ, არ ვიცი, შევეხოთ მაგასაც ნაწილობრივ, მაგრამ ხო,
რას რის ფასად კარგავენ, ეგ ალბათ მთლიანობაში მე არ ვლაპარაკობ, ეხლა ყველანაირი ჯგუფი მოიძებნება, როგორც თქვი, ეხლა ვინცაც უნდა რომ დიდი კუნთები კონდეს და აბა მაგარი ბომბი დაამზადოს და ისაც ვინც რაღაცებს სხვანაირად ანგარიშობს, მაგრამ მთლიანობაში მეტნაკლებად ალბათ მთლიანობაში საზოგადოება იაზრებს აი მაგ გააზრების ესე იგი ნიშანია ის, რომ 2017 წლიდან მასიური გამოსვლები იყო თითქმის ყოველ წელს თუ იმ რაღაც კოვიდის წელიწად ნახევარს არ ჩავთვლით 2022 წლამდე რა. ზუსტად მაგაზე მეტყველებს, რომ ხალხის მასა განურჩევლად იმისა კონსერვატორია თუ მოკლედ რეფორმისტია თუ უნდა ჰიჯაბი თუ არ უნდა ჰიჯაბი ერთად განან და აპროტესტებენ რა და თან ძალიან ისეთ საკითხებს, ანუ სოციალურ საკითხებს ხოლმე. კარგი, თანდათან ბოლოსკენ წავიდეთ, უკვე საათზე მეტი ვლაპარაკობთ. იცი რა მითხარი, საინფორმაციო სივრცეზე მინდოდა მეკითხა, ესე ჩვენ ვიცით გარედან რაღაცები, რომ ვიღაც პირობითად ფეხბურთელი ჩამოვა და მოყვება, რომ აი იქ რო თამაშობს, გველესიანი ყვებოდა მაგალითად, რომ აი იყო იქ ხალხი, ვინც არის ისე ბერდება, რომ რაღაც ბიტლზი არსებობდა ან ასე შემდეგ რა. საინტერესოა საინფორმაციო წყარო არსებობს რა დონეზე იზღუდება ინფორმაცია. მით უმეტეს ახლა აი ამ კრიზისის პირობებში, ვთქვათ, საიდან იღებს ეს ხალხი ინფორმაციას და აქვე ჩავატევ ამ კითხვაში რა როლი აქვს აი ამ სიმბოლოებზე, როგორც ითქვა დარტყმას, ან ტელევიზია, რადიო, რაც ვიხილეთ ხო ბოლო ორ დღეში. მოკლედ მაგ ხრივ ძალიან ისეთი სიტუაცია ირანში, აი 2017 წლიდან მოყოლებული, ფაქტობრივად სოციალური მედია რაცა ძირითადი, Facebook იქნება, Instagram-ი არა. Facebook-ი, YouTube-ი, კიდე ბევრი და ბევრი, ანუ იმ წელსვე მოკლედ დაბლოკეს და ერთ-ერთი შესაძლებლობა რომ გამეხსნა ხოლმე იქ ეგეთი სოციალური ქსელები იყო VPN-ი. რომელიც ასე თუ ისე მუშაობდა, ეგ იყო Instagram-ი, WhatsApp-ი, მაგრამ 2022 წელს ეგენიც მოხვდნენ მოკლედ ამ შავსიაში და მაგაზე მუშაობაც ესე იგი მხოლოდ წვდომა, ესე იგი მხოლოდ VPN-ით შეგეძლო. მაგრამ იყო ერთი ძალიან ისეთი პარადოქსი და მანდაც. ანუ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო და სოციალური ქსელი ირანელებში ეს არის Telegram-ი. და თვითონ Telegram-ის ესე მომხმარებლების რაოდენობას რო გადახედო, პირველ ადგილზე არის ირანი. მე მგონი სადღაც 40 მილიონი იუზერია ირანიდან დარეგისტრირებული რა. ხო და ეს Telegram-იც იყო მოკლედ დაბლოკილი. მაგრამ ამ VPN-ით ხსნიდა ხალხი და ყველაფერი მაგაზე იყო პრინციპში აწყობილი. ხო და ანუ სადღაც ოფიციალურად დაწესებულებაში ან ბანკში ან სადღაც რომ მედიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაბლოკილი იყო, იქ რაღაც მისამართი და ტელეფონის ნომერი რაღაცები რო ეწერა, Telegram-იც იყო ხოლმე რა მითითებული. ოფიციალურად აკრძალულია, მაგრამ მაინც იყო. და ეგეთ პარადოქსების ქვეყანა ხოლმე რა, ირანი. რაც შეეხება თვითონ კიდე სხვა საინფორმაციო საშუალებებს. ანუ Telegram არხებიდან მაგალითად იღებენ ინფორმაციას და წვლიან. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო არის Telegram-ი. ყველაზე მაგრად Telegram-ი მუშაობს. Instagram-ის კარგად მუშაობს სხვათა შორის, მაგრამ მაინც Telegram-ი ყველაზე ისეთი აი საინფორმაციო მიმართულებით. რაც შეეხება თვითონ აი ესე ტრადიციულ მედიას, მაგ ხრივაც ესე იგი არის მოკლედ თვითონ სახელმწიფო ტელევიზიები, სხვა ადგილობრივი ესე იგი არა სახელმწიფო ან ისეთი კრიტიკული მედია პრინციპში არ არსებობს. ნუ არის ახლა შედარებით ისეთი მეტნაკლებად აი დონია ეხთესადი ეგეთი რა, ვითომ აი რეფორმისტული ჟურნალი გამომცემლობა და კიდე რამდენიმე ისეთი, რომელიც რაღაცა ითქვა და კრიტიკული ესე იგი ნაკვესები აქვს ხოლმე, მაგრამ ბოლომდე არ გამომცემლობა. მაინც ჯდება რაღაც ამ ჩარჩოებში და ვერ ცდება ამ ყველაფერს. და ამის პარალელურად არსებობს რაღაც საკაბელო ტელევიზიები, მაგალითად Iran International-ი, რომელზეც მე მგონი ძალიან ბევრი ზის უკვე საქართველოში შევატყვე, რომ ბევრ რაღაცებს აკოპირებენ. ასევე არის BBC Persia, არის Voice of Persia, რომლებიც ანუ საზღვარგარეთიდან ოპერირებენ. და აქაც მოკლედ სახელმწიფოს აქვს ეგეთი რაღაც დანადგარები, რომლებიც პარაზიტებს უშვებენ და ცდილობენ რომ დაბლოკონ რა ეს სიხშირეები. ხო, და მაგაზეც მოკლედ ეგეც აწოლებელი არის რომ უყურო რაღაც ალტერნატიული ინფორმაცია. თუმცა თუ გინდა მოახერხებ ირანში რომ მიიღო ინფორმაცია განსხვავებული. თუ გინდა ანუ მიიღო ინფორმაცია კი არა, ანუ ამასთან ერთად ანუ ეს International-მა და კიდე ერთი არის ესეთი მანოთო
ამ ორ არხს უკვე ყავს არ ვიცი ალბათ ათასობით არაოფიციალური რეპორტიორი ან თვითონ კიდე ხალხი როცა იღებს რაღაცა ეხლა ომის პერიოდში რაღაც ვიდეოებს იღებენ ხოლმე ქუჩაში და აწვდიან რა და მე ესე ვრცელდება ხოლმე ეგ ინფორმაციები აი ძირითადად ესია რა ხო და აი ინტერნეტთან დაკავშირებით ხონდა ძალიან საინტერესო პროექტი სადღაც 10 წლის წინ ირანს ანუ შეიძლება კიდე უფრო გვიან ან ცდილობდნენ რომ საკუთარი ინტერნეტი შეექმნათ რა ხო ამ ჩინეთმა ხო შეექმნა თავის დროზე რაღაც თავისი იზოლირებული ინტერნეტი და მოკლედ ასეთივე უნდა და რა გაეკეთებინა ირანს და იქ რაღაც კონსულტაციებიც გაიარა თითქოს ჩინეთთან რაღაცა პირველ მოძრაობებიც ჰქონდათ ინვესტირებაც გააკეთეს მაგრამ ნუ ვერ მიიყვანეს ეს საქმე ბოლომდე და ესია რა საინფორმაციო ველი მოწყობილი ხო, ანუ მაგ ტელევიზიაზე დარტყმა, ვთქვათ, ტელევიზიაზე დარტყმა რა იყო, ანუ ეს სედაოსიმა, ეს არის ხო, სედაოსიმას ეძახიან, მაგას ეგ არის ესე იგი თავარი მაუწყებელი რა, ეს ტელევიზია და რადიო, მოკლედ და სხვათაშორის სანქცირებული დასავლეთის მიერ, იმიტომ რომ ამ სედაოსიმაზე ხდებოდა ხოლმე გადაცემა მაგალითად ვიღაცას რო დაკითხავდნენ ხოლმე რაღაც ან პოლიტპატიმარს ან რაღაცას პირდაპირ ეთერში ხდებოდა ხოლმე მისი დაკითხვა. და ამის გამო მოხდა თავის დროზე ეს ედაოსიმა ამ სანქციების სიაში. და ანუ თავარი მოკლედ ითვლება საინფორმაციო წყარო იყო ამ ირანის რა. ირანელი ქალი ჟურნალისტის წერილი შემოხვდა რომ სწორედ ამ არხზე გამოუცხადებიათ მის შესახებ რაღაც წარმოუდგენელი ამბები და ხდებოდაო რაღაც ეს ნუ მოკლედ კი მაგრამ ეგ არ არის რამდენი რაღაცა იქ შაბაქის ევომოსთან ძალიან ბევრი არხებია ნუ ბევრიც არ არის მაგრამ სადღაც 12 არის რა რაღაც სპორტული არხებიც აქვს რაღაც ნუ არის რა და ხო რაც თავარია კი რამ დამოვიწყდა ირანს ასევე აქვს აი ბოლო წლებში ესე იგი უცხოურ ენებზე მაუწყებელი ტელევიზიებიც აი პრეს ტივი ეგეთი რომელიც ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს და მოკლედ გადასცემს იმ მესიჯებს რაც სახელმწიფოს სურს რაღაც მე მგონი ესპანურენოვანიც აქვს რადიოც მათ შორის და საკმაოდ ნუ ცდილობენ რომ აქტიურად იმუშაონ რა ამ მიმართულებით მაგრამ რა თქმა უნდა ეხა ირანის შესაძლებლობები საინფორმაციო ველზე და დასავლეთის საინფორმაციო შესაძლებლობები შედარებას კი არ შეიძლება. ხო. ნუ ხა მაგაზე ხა მე საინფორმაციო სივრცეზე რომ საუბრობთ თვალში მომდის ესე კადრები ფეიქები რო ვრცელდება ხოლმე ნახე რამდენიმე ეგეთი როგორ იწვის ისრაელის ქალაქები რაღაცა ბომბების წვიმა AI-ის გაკეთებული რაღაც დიდ მონიტორებსაც აჩვენებდნენ მე მგონი ეგეთ კადრებს და ну, როგორც ჩანს, მაგ მეთოდსაც, ასე ვთქვათ, იყენებენ აქტიურად, ხო? ვთქვათ, რაღაც ნაწილი ამ ყველაფერზე რეაგირებს. იქ კი არა, ვიცი, ბევრგან. ეს წყალბ ინფორმაციაზე, ну, ეგაც ამ საინფორმაციო მგონი უკვე ომი აღარ არის ცალსახად კონვენციური, აღარსად ეხლა სოფლიოში რაც ომები ხდება, არის უკვე ყველა ომი არის ჰიბრიდული და ეს საინფორმაციო და კიბერ და ძალიან ჩვეულებრივი გახდა. მე მგონი უკვე აქტიურად გამოიყენებენ როგორც მე მგონი უკვე მაგასაც ანუ უნდა დაუძახოთ ჩვეულებრივად კონვენციური ომის ნაწილი ხო განწყობების შესაქმნელად. ხო, ну იქაც გამოჩნდა მოკლედ. ხო, ну კონვენციური არა, მაგრამ რაღაცა უკვე ეგეც ტრადიციული აღარ არის სიახლე ეს. აღარ არის სიახლე და უკვე ჩვეულებრივად ტრადიციად იქცევა რა. კარგი, ბოლოს დასასრულს შენ კითხვი რომ პროგნოზები არ მიყვარს, მაგრამ მოდი ლოგიკა დავარქვათ და ბოლო კითხვას დაგისვამ. ეხლა ყველაზე საინტერესო არის რას იზავს ამერიკის შეერთებული შტატები და შენ ამდენად ლოგიკურად მიგაჩნია რომ ჩაერთოს ასე პირდაპირ, ну ისაც გამოითქვა არაერთი ვერსია, ძირითადი ვერსია ის არის რომ მძიმე ბომბების საშუალებით ჩაერთოს იმ ნაწილში რომ მოხდეს მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების განადგურება, რაც არ შეუძლია, ну, თვითონ კითხვეს ისრაელში რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება დამოუკიდებლად, მაგრამ ну, არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ შტატების და კონკრეტული შეიარაღების გარეშე ეგ არის შეუძლებელი. ფიქრობ თუ არა, არის თუ არა მაგაში ლოგიკა, რომ
საბოლოოდ, თუნდაც მანევრების გათვალისწინებით რაც ხდება, ყოველ წუთს ვკითხულობთ ნიუსებს, რომ ახალ-ახალი შეიარაღების გადასროლა ხდება და ფაქტობრივად აი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც, ასე ვთქვათ, აი რაღაცა ბოლო ეტაპზეა. შენ როგორი მოლოდინი გაქვს? ჯერ ეს მითხარი და მე უკვე ვთქვათ, რა შედეგები შეიძლება მოყვეს. ლოგიკა და რაღაც ფაქტების ერთობლიობა იდეაში მკარნახობს, რომ არც ჭკვიანური საქციელი იქნებოდა ამერიკის მხრიდან. ტრამპის მხრიდან ესე ვიტყოდი უფრო სწორად. ამ კონფლიქტში მონაწილეობა, იმიტომ რომ არ ვიცით რამდენად ამას მიესალმება ამერიკის მოსახლეობა, ეგ ერთი, რამდენად ექნება ამას მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. მოსახლეობის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს. ხო, მისი წინასაარჩევნო გზავნილები იყო, რომ პირიქით რაღაცა მშვიდობის კამპანია. მშვიდობა და ეგ სოციალური სამართლიანობა და მოკლედ საერთოდ სხვა დაპირებები ქონდა და ეხლა რა უცებ რაღაც იქ ახლო აღმოსავლეთში ხელახალი საომარი კამპანია წამოიწყოს, რომელიც უკვე ტრამვასავით აქვს ბევრ ამერიკელს ჩარჩენილი ეს ავღანეთის და ერაყის წარუმატებლობები. ამ ტრამვას კიდევ უფრო მოკლედ გააღიზიანებს ეს შიდა აუდიტორიაში მაგის გაყიდვა მაინც მე მგონია რომ შესაძლებელია, იმით რომ ყოველთვის ამბობდა რომ ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი და მორჩა. არ გასაგებია, მაგრამ ხო ეს არისო დაკვეთა აშკარად ეხლა რომ მოდი რაღაცა ირანი იყოს ბირთვული ბომბის გარეშე რა და მე მგონი დაკვეთა იყო იმაზე რომ Make America Great Again, ხო? ოკეი. ეგ წამყვანია. ხო, მაგას მე აკონვერტირებენ ხოლმე ესე რომ აი Make America Great Again ნიშნავს იმას რომ ჩვენ უნდა დავიცოთ სამხედრო ინტერესი და სამხედრო მიმართულებით ირანი წარმატებას, ხო? არა, ეგრე იფუთება ხოლმე, ესეც არის, ხო? კი, მაგრამ მაგას ეგ ისეთი რაღაც არის, რომ ყველაფერს მოვარგებ რა, თუ მე მინდა რომ მოვარგო, რომ აი ეს გადაწყვეტილება გავამართლო, ვიტყვი რომ აი ეს შედიოდა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში და მორჩა და ამიტომ იმ მესიჯს მივყვებ. მოკლედ რაც შეეხება თვითონ შიდა პოლიტიკურ ფაქტორს ამერიკაში, რომელიც ძალიან სათუოა რა და მე პირადად ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს პროგნოზების კეთება, ჩემი ლოგიკა მეუბნება მაგას და ის მოკლედ ამერიკის მიერ განცდილი ტკივნეული მოკლედ არ ვიცი მარცხები თუ პრინციპში შეიძლება მარცხების დავარქვათ, იმიტომ რომ ფაქტი არის რომ რაღაც სტრატეგიული დიდი ამოცანები ის რაც პრინციპში ჰქონდათ დასახული ვერ მიაღწიეს რა. მაგის ფონზე კიდე ახალი სამხედრო კამპანიის ისევ ახლო აღმოსავლეთში ჩატარება მე მგონი არც პოპულარული იქნება. ეხლა რაც შეეხება თვითონ აი იქეთ რომ გადავიდეთ ომის თეატრი სადაც არის რა. აქ ირანი არის გაცილებით სხვა ესე იგი მასშტაბების ქვეყანა ვიდრე ეს იყო ერაყი, ან ეს იყო რავი failed state რა. ავღანეთი. ავღანეთი ანუ რეალურად რო აიღო იმ პერიოდის ავღანეთი, სადღაც 70% ავღანეთი ეს ვერ აკონტროლებდა მაშინ თალიბები რა. ანუ ეს 70% იყო გადანაწილებული სხვადასხვა დაჯგუფებებსა და ანუ სხვადასხვა ჩრდილოეთის ალიანსს ეძახოდნენ ამ მოკლედ მე როცა გააერთიანა ამერიკამ რა თავისი დროშის ქვეშ ესენი. აქეთ კიდე ერაყი ეს იყო, რავი, ფაქტობრივად fail state შეიძლება არ იყო, მაგრამ პრაქტიკულად განადგურებული ქვეყანა იყო რა ჯერ ირანთან ომის შემდგომ აი კუვეითში რო შეიჭრა და რაც თავზე დაატყდა უდაბნოს ქარიშხლისა და უდაბნოს ფარის შედეგად და ანუ ბევრად სხვა მასშტაბ მოსახლეობის მხრივაც ტერიტორიულადაც მე მგონი ხო თუმცა აქ ანუ ძალიან რთული იქნება საუბარია ხო და ძალიან რთული იქნება სამხედრო ეს სახმელეთო ოპერაციაზე ხო არ არის საუბარი ხო და ძალიან რთული იქნება მანდაც რაღაცა ისეთი დიდი სამხედრო ესე იგი წარმატებებზე წინასწარ მე მგონი ესეთი პროგნოზების გაკეთება ან საუბარი ხო, ალბათ, ლოგიკას რასაც ხედავთ, ხა რასაც ავითარებენ, აშკარად ეგ არის, რომ ჰაერში დომინირება, ჰაერის მოკლედ და იქედან მაქსიმალურად დაზიანება ისლამური რესპუბლიკის და იმ დონეზე მიყვანა, რომ მე ეს ხალხი, გაბრაზებული ხალხი, რომელიც ისედაც უკვე გაბრაზებული და ამის შემდგომ უფრო უნდა გაბრაზდეს, გამოვლენ და ხო, ულემებს დაამხობენ რა. ეგ სავარაუდოდ ეგ სცენარია არის. მგონი სამხედრო სცენარში ის ხა რაღაც სახმელეთო ოპერაციის წამოწყებას ანუ ეს ხა რასაც საუბრობ, ეს არის რაღაცა თქვა აი ფაქტებზე და ადამიანურ რავი რაღაცა ლოგიკურ კალკულაციებზე დაყრდნობით საუბარი. მაგრამ როგორც ბოლო პერიოდის
რაღაც გამოცდილებები გვაჩვენებს. ლოგიკა არ არის ხოლმე ყოველთვის შედეგამდე არ მიდის, ხო? ანუ ყოველთვის ის ლოგიკა არ მუშაობს, რაც ჩვენ გონია რომ ლოგიკურია რა. ეგ აჩვენა მაგალითად ხა უკრაინასთან. ანუ ლოგიკა გვეუბნებოდა რომ რუსეთი არ უნდა შევარდნილიყო იქ და რაღაც აი ამ მოკლედ კონფლიქტში არ უნდა გაიყო თავი, რაშიც გაყო. მაგას გვეუბნებოდა ლოგიკა. მაგრამ ხო, ანუ მაგალითად ბევრს ეუბნებოდა რა. ხო. და ბევრს არ უნდა დაჯერება, სანამ ის 22 თებერვალით რომელიც დღეც 23 არ დადგა. 24. და კიდე რავი, ბევრი ყოფილა ეგეთი რაღაცა შემთხვევები, რომ უკან გადავიხედოთ რა რაღაც. ხო, არა, მე ვამბობ ხა სიმპტომებზე აბსოლუტურად, ანუ დიპლომატიური ნაწილი თვითონ ბოლო რაღაცა შანსები, უკვე პირდაპირ მუქარა, შეგვიძლია მოკლა, მაგრამ არ კლავ, ტრამპის განცხადებას გულისხმობ, ვიცით შენ სად ხარ, მოდი რაღაცა ბოლო იმას გავს რა, ყველაფერი. მაგრამ ეხა ეს სანამ მოვიდოდი აქ რაღაც თითქოს ისიც იყო რომ ირანელები სწხოვენ რომ მოდი მოვილაპარაკოთ ამერიკელებს და რაღაც და ძალიან სხვათა შორის ურაზროვანი ომანშიც რაღაც რამდენიმე თვითმფრინავი ჩავიდა რაღაც ენები ვნახო. მან ძალიან გამიკვირდა ურაზროვანი განცხადებები იყო რა, ანუ თან იყო ეგეთი შტატებიდან რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ მოლაპარაკებას და მოლაპარაკებების დრო მქონდა მიცემული და დასრულდა, ეგ რამდენჯერმე გაჟღერდა და აი ახლა ბოლო 24 საათშიც იყო ეგეთი გზავნილი რომ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსალაპარაკებელი და მეორეს მხრივ იყო რომ აი კიდევ რაღაცა შანსი აძლევდა თითქოს რომ რაღაც კადათაგობანა მიდის ძალიან ხო, ნუ ეს ტაქტიკური რაღაცა ეს განცხადებები არის. ხო, ნუ საინტერესოა ნახოთ ყველა ველოდებით ცხადია რა და როგორ იქნება. ნუ თუ გადაწყვეტენ ჩართვას ალბათ ეგ იქნება რაც ითქვა რომ რაღაც პირდაპირ წერტილოვანი დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე. ხო, საინტერესოა ისე რაც ვფიქრობ, რამდენად შესაძლებელი არის მაგ პროგრამების აი მაგ ფორმით საბოლოოდ განეიტრალება. ატომური? ხო, აი ეს ხო, ნუ ეს ალბათ ახლა ეს ისეთი ძალიან სპეციფიური საკითხია და მე ხო, ანუ ალბათ უფრო თავში ვიკავებდი, იმიტომ რომ არ ვარ ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი და ხო, ნუ ალბათ რაღაც გათვლები არსებობს და გამოჩნდება ეს ყველაფერი, ნახოთ როგორ წავა. რა ვიცი, თუ გინდა დამატება ერთი-ორი სიტყვით ვთქვათ ჩვენთან მიმართებაში რა რისკები გესახება, რა შემთხვევაში და პირველ რიგში ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც შეიძლება შეიქმნას და როგორც ვიცი, აი დღესაც უკვე რადიო თავისუფლებამ დადო პირველი კადრები ჩვენთან ირანელი დევნილები როგორ შემოდიან სომხეთში. და ხო, ანუ ისედაც აი ამ სოციალური და კიდე სხვა პრობლემების გამო ეს სამხრეთ კავკასია ისედაც მიმზიდველი იყო ბევრი ირანელისთვის, რომელიც ვერ ახერხებდა ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში გადასვლას. ხო, ანუ მესამე ვარიანტი იყო ხოლმე სამხრეთ კავკასია და არის ეს ცუდი ვარიანტი ბევრი ირანელისთვის და ძალიან ბევრი ჩამოვიდა რაღაც ბიზნესში თავი მოსინჯა, ვიღაცებმა სახლი იყიდეს, ვიღაცებმა ბინადრობა მიიღეს. მოკლედ, ანუ მათთვის უკვე სამხრეთ კავკასია აღარ არის განსაკუთრებით სომხეთი და საქართველო. უცნობია, კი, უცნობის ირსთან აღარ აღარ არის. ხო, და ნუ არ გამიკვირდება რომ რაღაცა ბევრმა თავშესაფრად ზუსტად სამხრეთ კავკასია განიხილოს. ალბათ რაღაც უფრო დიდი ნაწილი თურქეთისკენ წავა, რომ იქეთ მე ევროპაში მოხდეს ან სადღაც სხვაგან. ეს უკვე არსებობს ძალიან დიდი ხანია ეს ირანიდან გადინება და ეს ახლა ალბათ უფრო ქაოტურს და უფრო ისეც გახდის რა. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში კადრები რაც ჩანს, ნუ ის კი რაღაც ძირითადად რაც ვნახე, უფრო თეირანიდან გასვლა იყო და თეირანიდან გადიან სადმიდიან, ახლა ეგ ყველა ხო არ ნიშნავს. თეირანიდან გასვლა ის კადრები რომ ვნახე რაღაცა ნებისმიერი ხუთშაბათი პარასკევი არის დასვენება, მოკლედ იქ რა ირანში. შაბათ-კვირის ნაცვლად და ნებისმიერი ხუთშაბათი პარასკევი როა იყო, ყოველთვის ეგეთი სიტუაციაა, რომ აი რაღაც ირანელებს ძალიან უყვართ, მოკლედ ეს ჩრდილოეთ ირანი რა, ეს განსაკუთრებით გილანი და მაზანდარანის ხარები, რომელიც ძალიან მწვანეა და სხვა შორის რაღაცით ეს კასპიისპირეთი რაღაც ცოტა საქართველოსაც აი შავი ზღვისპირეთსაც გავს და მოკლედ ეს ხალხი, რომელიც მონატრებულია ამ სიმწვანეს, ამ რაღაცა ბუნებას, აი ყველა ცდილობს რომ გაიქცეს იქ. ხო, ანუ ნებისმიერ ხუთშაბათს შეიძლება ეგეთ კადრი გადავიღო და პარო ეგ არის გარიან. მე თვითონ პირადად ყოფილვარ ძალიან ბევრჯერ ეგეთ საცობში რა. ნუ თუმცა ხა მაგრამ ხო, აქ ცოტა სხვა სიტუაცია. ხო, ეგეც და
ხო, რა ვიცი, არ მგონია ხა კურორტზე წასასვლელად. არა, კურორტზე წასვლელად. არა, დაჩაზე არა, მაგრამ ანუ ეგეთი რაღაცები ძალიან ხშირად ხდება რა. ხო, ეს დიდი ქალაქიდან ეგეთი საცობი, აქ გვაქვს ხოლმე, რა ქვია, მცხეთის გასასვლელში და. კი, ანუ ხო, ლოგიკურია. ანუ დაჩაზე რა, ანუ სხვათა შორის ბევრმა ხო, ვისაც აქვს მაგის საშუალება, ეხლა ჩემმა ნაცნობებმა მე რამდენადაც ვიცი რა ეს. პირადული ურთიერთობებიდან ევაკუაციის მიზნით სწორედ იქეთ წავიდა, იმიტომ რომ ყველაზე უსაფრთხო ნაწილი ჯერჯერობით ეს მხარე არის. ხო, ზუსტად მაგას მომბობდი, რომ ის ნაკადი არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც იქიდან ყველა ქვეყანა დატოვა. შეიძლება თეირანიდან გავიდა და კი, აი ზუსტად მაგას ხო, აქ მიმყავდა საუბარი, რომ ანუ შიგნით გასვლა იყო რა თეირანიდან. თეირანი ძალიან დიდი ქალაქია და არ აქვს ამ ბევრი გასასვლელი. მოკლედ, როცა მით უმეტეს აი ჩრდილოეთს ეხება საქმე და მაგიტომაც იყო ეს საცობები და ანუ პირდაპირ არ მინდა აღიქვას ხალხმა რომ ეგ რა ვიცი მაგდენი მანქანა ეგ დაძრულია და ეხ ჩვენსკენ მოდის რა. არა ხო მაგიტომ მაგრამ ეს ჯერჯერობით არის ესე და ანუ როგორ განვითარდება ეხა პროცესები ეგ არავინ არ იცის იმიტომ რომ ომი ეგ უდრის აუცილებლად დიდ მიგრაციას მოკლედ ხალხის უდრის რაღაცა ეკონომიკურ კრიზის, უდრის ჰუმანიტარულ კატასტროფას, მოკლედ ეკოლოგიურ კატასტროფას, ბევრ რაღაცეებს რა, ბევრ უარყოფითებს, რომელიც მარტო იმ ქვეყანაში არ რჩება და სხვა ქვეყნებში გადადის. და ჩვენთან ეს ყველაფერი ძალიან ახლოს არის, ცხადია, ნუ აღარ მინდა საერთოდ შევეხო იმას, რომ თუ რამე იქ რაღაც ბირთვულთან დაკავშირებული მოხდა. მოდი მაგაზე საერთოდ ნუ გავამახვილებთ ყურადღებას, იმედი დავიტოვოთ, რომ ეგ შემთხვევაში მარტო არ მოხდება. მარტო ღმერთის და ალბურზის მთების იმედზე ვართ. სხვა ალბათ ვერაფერი ვერ შეაკავებს იმას. ხო, ნუ კარგი ბაკო, ძალიან დიდი მადლობა. მე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ბევრი რაღაც ისეთი გავიგე, რაც წარმოდგენა არ მქონდა, ბევრ რამეზე რაც ძალიან მაინტერესებდა. თან მგონია რომ ჩვენი საუბარი გამოვიდა ცოტათი განსხვავებული, მხრივ რომ ეხა ყველა მაინც სამხედრო მოქმედებების გარშემო ტრიალებს და ნუ მაგ თემებზე წინა ეპიზოდებში გქონდა საუბარი. ნუ ამას მაყურებლისთვის ვამბობ, იმედია მოგეწონათ. არ ვიცი, თუ ასეა არ დაგენანოთ დალაიქება. ეგ რატო ვითხოვთ ხოლმე ამას ხო? ვიღაცამ შეიძლება არ მიაქციოს ყურადღება, მაგრამ ხო ეგ მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ როდესაც შენ მაგას აკეთებ და ლაიქის ღილაკს აჭერ, მე უკვე YouTube-ის ალგორითმი აღიქვამს, რომ შენი ვიდეო საინტერესოა და მე უკვე სხვა ადამიანებსაც უგდებს, ასე ვთქვათ რა, ეს ჟარგონზე რო ვთქვათ, რა ვიცი, თუ ვინმე მეკარიცის. ამიტომ არ დაგეზაროთ მაგის გაკეთება, თუ მოგეწონათ და თუ ამ დრომდე შემოგრჩით, საათზე მეტია უკვე ვლაპარაკობთ. გააკეთეთ. ხო, თუ არ ხართ ჩვენი გამომწერები, გამოგვიწერეთ. ასევე იქნება ინფორმაცია ვიდეოს აღწერაში დონაციის შემთხვევაში რომ მიიღოთ მონაწილეობა და შეგვიწყოთ ხელი ფინანსურად არხის განვითარებაში, ეგ ძალიან გვჭირდება არსებობისთვის. და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან საინტერესოა ირანი, ისრაელის აი ეს კონფლიქტი, საინტერესოა, რა ვიცი, შეიძლება რაღაც საათები გვაშორებდეს რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, შტატების ჩართულობასთან დაკავშირებით და მე როგორ წავა პროცესი. აქედან გამომდინარე მეც დავრჩები აქტიური და ვეცდები რომ რაც შეიძლება ხშირად შემოგთავაზოთ ახალი ეპიზოდები და საინტერესო სტუმრები მოვიწვიო ხოლმე. იმედი მაქვს და გამოხმაურებაში რასაც ვხედავ მოგწონთ და ჩართულობა თანდათან მატულობს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და დიდი ხნით არ გემშვიდობებით. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ბაკო ხელაძე იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და განსაკუთრებით ირანის საინტერესო მცოდნე, რომელსაც აქვს თავისი პირადი გამოცდილება განათლების თუ მუშაობის იქ და მადლობა მას კიდევ ერთხელ. ნახვამდის.